დებატები. მოგესალმებით, დღეს შაბათია და ტრადიციულად მე ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი ტელერადიო კომპანია Georgian Times-ის პირდაპირ ეთერში წარმოგიდგენთ გადაცემას დებატები დროული კითხვების ფორმატით და საზოგადოებრივ პოლიტიკურ დისკუსიას მიმდინარე პოლიტიკურ საზოგადოებრივ საკითხებთან დაკავშირებით. მაშასე რა იქნება დღევანდელი ჩვენი დისკუსიის მთავარი თემები და სტუმრები, მე მოკლე მიმოხილვას გავაკეთებ თემების, ბევრი დრო რომ არ წაგართვათ, ეს იქნება საქართველოს საგარეო პოლიტიკური არჩევანი და გამოწვევები, ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება, ეს არის მზაობა, მხარდაჭერის მტკიცება თუ დემონსტრაციული წნეხი, რატომ მიაჩნია ხელისუფლებას, რომ ევროსტრუქტურების დამოკიდებულება მათდამი ტენდენციურია და არის თუ არა ზოგადად რაციონალური ხელისუფლების პოლიტიკა საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე. ასევე ის მსოფლიო და საერთაშორისო რისკები, მათი დივერსიფიკაცია და საგარეო პოლიტიკის კონიუნქტურები, დღევანდელი გადაცემის მთავარი თემა, სლოგანი და ინტერაქტივით სწორედ ამ თემების ირგვლივ იქნება. მე წარმოგიდგენთ ეკრანზე ინტერაქტივის კითხვას, ეს არის საზოგადოებრივი განწყობის ერთგვარი საზომი. დღევანდელი გადაცემის კითხვა იქნება ასეთი. არის თუ არა ევროსტრუქტურების პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში უსამართლო? იცით რომ სამი სავარაუდო პასუხია, კი, მიჭირს პასუხის გაცემა და არა. სატელეფონო ზარი უფასოა, თქვენ ასევე შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ჩვენი YouTube არხზე QR კოდის საშუალებით, სადაც დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია, გვიყუროთ პირდაპირ ეთერში და გამოაგზავნოთ კითხვები. მაშასე წარმოგიდგენთ დღევანდელი გადაცემის სტუმრებს. ქალბატონი თამარ ჩიბურდანიძე, გახლავთ პოლიტოლოგი, პოლიტიკური პარტია ხალხის ძალის წევრი, ბატონი მერაბ შათირიშვილი, გახლავთ ქართული ოცნების ერთ-ერთი დამფუძნებელი, მწერალი, ბატონი კოტე კემულარია, გახლავთ პოლიტიკოსი, ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენელი, ბატონი დავით წერეთელი, გახლავთ ექსპერტი, ანალიტიკოსი. მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. გადაცემის სტუმრებს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, რომ დღეს გვეწვნენ და გვექნება საუბარი იმ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ პოლიტიკურ გამოწვევებზე, საგარეო პლატფორმაზე და ქვეყნის საგარეო ორიენტაციაზე. ქალბატონი თამარი, რამდენადაც პირველად არის დღეს ჩემს გადაცემაში, მინდა მასთან დავიწყო საუბარი. ქალბატონ თამარ, მოგესალმებით, მადლობა რომ მობრძანდით. მოდით დავიწყოთ დისკუსია, დავიწყოთ იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც თქვენი გუნდის სხვათა შორის ერთ-ერთი საკვანძო და მთავარი ღერძი გახდა თავის დროზე სახელისუფლებო გუნდიდან გამოყოფის და ცალკე პოლიტიკურ პლატფორმად ჩამოყალიბების. ეს არის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე საქართველოს პოზიციონირება. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ევროსტრუქტურები და ევრობიუროკრატია უსამართლოდ გვექცევა, აი ამას წინათაც, ამ რამდენიმე დღის წინ, გარდა იმ ოფიციალური წერილებისა, ბატონი ჰერჩინსკის განცხადებებისა, ფიშერის განცხადებებისა, კიდევ ერთი წერილი მოწერეს ოპოზიციურ ალიანსს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა კომისიიდან, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ მიდის დემოკრატიული გზით, არ აქვს წორება ევროსტრუქტურებში გაერთიანებაზე. ეთანხმებით თუ არა ამ პოზიციას თქვენ და როგორ ფიქრობთ, არის თუ არა, ასე ვთქვათ, ევროსტრუქტურების დამოკიდებულება, ჩვენი ინტერაქტივის მთავარი თემა, სამართლიანი საქართველოს ხელისუფლებისადმი? მოგესალმებით, ეკა, მე ვესალმებით თქვენს სტუმრებს, მე ვესალმებით თქვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, არ არის სამართლიანი. აქ არის ცალსახა პასუხი ჩვენგან პირადად. სამართლიანი რომ არ არის ევროსტრუქტურების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, სწორედ ამიტომ გამოიყო ხალხის ძალა მთავარ გუნდს და ამის ღიად თქმა პირველად გაბედა ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ და სიმართლე გითხრათ, ერთგვარად პოლიტიკური მარკეტინგის წესები დაარღვია, რადგან პოლიტიკური მარკეტინგი ცოტა სხვა ჩარჩოებია პოლიტიკისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის და ჩვენმა გუნდმა მაშინ ჯერ კიდევ არ იყო პოლიტიკური პარტია იმ სამმა მსხვილმა პოლიტიკურმა ფიგურამ, რომლებიც დღემდე არიან პარლამენტის წევრები, მათ შეძლეს რომ რაღაც ახალი კალაპოტის გზა გაეჭრათ ქართულ პოლიტიკაში, რომელსაც ერქვა და ერქმევა ყოველთვის სიმართლის თქმის პრინციპი, თუმცა სიმართლე პოლიტიკაში სიმართლის თქმა ცოტა პრობლემურიც არის, უხეშიც არის, მაგრამ საჭირო და აუცილებელი. რა არის რა სიმართლეზე საუბრობთ ევროსტრუქტურებთან მიმართებაში? აი სწორედ იმაზე, რაზედაც თქვენ დასვით კითხვა, არის თუ არა სამართლიანი მათი ქმედება საქართველოს მიმართ? არა,
მათი ქმედება არ არის სამართლიანი. ეს არის უსამართლობა. სწორედ ამიტომ ვაკრიტიკებთ ჩვენ დღევანდელ ევრობიუროკრატიას, რადგან სამართლიანობა არ შეიძლება იყოს ტენდენციური. არ შეიძლება ევროკავშირის დამოკიდებულება იყოს საქართველოს ხელისუფლების მიმართ სხვა, ანუ საქართველოსთან მიმართებით სხვა ქვეყნებთან მიმართებით სხვა. თუ კი ნორმა, რომელიც მათთვის ნორმა არის პოლიტიკაში, რატომ არ არის იგივე ნორმა ჩვენთვის? მაგალითად, კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ, მიიღო ევროკავშირმა და კიდევ უფრო ბევრად რთული, ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე ჩვენ მივიღეთ საქართველოში. მე პირდაპირ გეტყვით, თავიდანვე ვაკრიტიკებდი ჩვენს მიერ მიღებულ კანონს ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ეს არ იყო მკაცრი. ეს იყო უბრალოდ, აი როგორ გითხრათ, ჩანასახის ადგილზე იყო მხოლოდ მეტი არაფერი, მაგრამ რაც მიიღო საფრანგეთმა, რაც მიიღო ბრიტანეთმა, რაც მიიღეს ევროკავშირის წევრებმა და რაც დარეგისტრირდა და ფაქტობრივად უკვე მიღებული ევროკავშირის მიერ, ევროპარლამენტის მიერ, ის არის ბევრად უფრო მკაცრი. რა არის ეს? ეს არის უსაფრთხოების ნორმების დაცვა. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. და ვსვამ კითხვას, თუ კი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს აქვთ უფლება იზრუნონ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, რატომ არ აქვს საქართველოს და ქართულ ხალხს უფლება იზრუნონ თავიანთი ქვეყნის ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. მოდით მე დავიწყებ ეკაიქედან, რომ ზოგადად შეიცვალა მსოფლიო პოლიტიკა. ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი განაცხადები, მოდით აი პირდაპირ და ეს პირველად არ მithქვამს ეთერში, რომ გეოპოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა უკვე და იცვლება, ჯერ ეს არ დამთავრებულა ეს ტრანსფორმაცია, ამას კიდევ რამდენიმე წელი ჭირდება, საერთოდ ახალ გლობალურ წესრიგს მსოფლიოში ჭირდება 10-15 წელი, რომ ის წესრიგი ჩამოყალიბდეს, ჩაჯდეს კალაპოტში და დავინახოთ ის, თუ ვინ როგორ გადაინაწილა ეს სამყარო. საქართველოს პატარა ქვეყანაა, ჩვენ არა ვართ დიდი მოთამაშემ სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჩვენი სიმცირე გვიშლის ხელს, მაგრამ აქვე მინდა დავაფიქსირო, რომ საქართველოს თავისი ისტორიის მანძილზე შეძლო პირველად აი ამ გლობალურ პოლიტიკაში საკუთარი სიტყვა ეთქვა იმით, რომ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება დაეცვა. საერთოდ ყველა ახალი გლობალური წესრიგი არის ახალი გადანაწილება, სამყაროს ახალი გადანაწილება. ამ გადანაწილებას ინაწილებენ დიდი ბუმბერაზი სახელმწიფოები, ხომ? პატარა სახელმწიფოები ხდებიან ვიღაცის მსხვერპლი. ვიღაცის გავლენის ქვეშ, თუ დღეს ვქვათ იყავი დასავლეთის გავლენის ქვეშ, ხვალ შეიძლება იყოს ჩრდილოეთის, აღმოსავლეთის ან სამხრეთის გავლენის ქვეშ, აქედან გამომდინარე, საქართველოს ჰქონდა ოქროს პერიოდი და აქვს დღეს ოქროს პერიოდი იმისთვის, რომ თავისი ისტორიის მანძილზე შეძლოს საქართველოს გარკვეულწილად გაამყაროს ნამდვილად სუვერენიტეტი და არა მხოლოდ ფურცელზე დაწერილი სუვერენიტეტი, არამედ რეალური სუვერენიტეტი შეუქმნას სახელმწიფოს და ითამაშოს როგორც ერთ-ერთმა პოლიტიკურმა მოთამაშემ. მე ვერ ვიტყვი მსხვილმა პოლიტიკურმა მოთამაშემ, თუმცა ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური წონადობიდან გამომდინარე, რა არის ეს პოლიტიკური წონადობა? სამყაროს ღერძი სხვა ტრაექტორიაში გადავიდა. თუ კი სამყაროს ღერძი დღემდე, ანუ ძველი წყობის პერიოდში იყო ძირითადად ევროპა იყო ეპიცენტრი სამყაროსი, დღეს აღარ არის უკვე ევროპა ეპიცენტრი და ეს ჩვენ არ შეგვიცვლია. ეს დიდმა მოთამაშეებმა შეცვალეს ეპიცენტრი გადადის სხვაგან. რატომ? იმიტომ რომ ის ორი სახელმწიფო, ამბობენ რომ ამერიკის ირგვლივ ტრიალებდა მთელი სამყარო, ვეთანხმები ნაწილობრივ, მაგრამ მე ვთვლი რომ მეორე პოლუსიც იყო სამყაროში, ეს იყო რუსეთი და მესამე პოლუსად, რომელსაც სურს ეხლა დღეს დაიმკვიდროს ევროკავშირმა თავისი ადგილი, თუმცა მე ვფიქრობ რომ ამას ვერ შეძლებს ჩვენ და როგორია რომ შევკარათ ახლა და გადავიდეთ სხვა სტუმართან. ჩვენ პოზიციონირებთ ჩვენს რეგიონში, რომელიც აერთიანებს მთელს სამყაროს და მთელს მსოფლიოს. ჩვენი პოზიციონირება არის ჩვენი რეგიონი სამხრეთ კავკასია. ოქროს წერტილი დღევანდელი თანამედროვე გლობალური პოლიტიკისთვის, რომელიც ჭირდება აბსოლუტურად ყველა დიდ სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ერთადერთი გამოსავალი, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გამტკიცების, საქართველოს სუვერენიტეტის გამტკიცების ერთადერთი საგარეო პოლიტიკის სწორი ხედვა ეს იყო მრავალვექტორული, მრავალპოლუსიანი საგარეო პოლიტიკა, რისი კონტურებით და რისი შანსით დღეს ეძლევა საქართველოს. მადლობა ქაბატონ თამარს პოზიციების დაფიქსირებისთვის, ბატონ კოტესთან გადავინაცვლებ. ბატონ კოტე, მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა, უსამართლობა ევროსტრუქტურების მხრიდან და უსაფრთხოება
უსაფრთხოებაზე მეტი ზრუნვა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მთავარი მესიჯი არის იმ არგუმენტების დასაცავად, რასაც დღეს რა პოლიტიკასაც დღეს ხელისუფლება აწარმოებს საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე. თქვენი აზრით არის ეს მდგენელი მიმართული მრავალვექტორული პოლიტიკისკენ და მიგაჩნიათ თუ არა რომ ევროსტრუქტურები სამართლიანად იქცევიან საქართველოს ხელისუფლების მისამართით? მივესალმებით ჩვენს სტუმრებს, მოგესალმებით. ქალბატონი აკა ჩვენს მაყურებელს მივესალმები. მე ვთვლი რომ თვითონ ქვეყანა სტატუსი საქართველოსი ჩვენად ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ისაც გვიძლია 78 მუში საქართველოს კონსტიტუციის რომელიც ძალაშია მოგესალმება და რომელიც სავალდებოა თითოეულ ჩვენთაგან ის ყველა მოქალაქის მათ შორის ხელისუფლების პირველ რიგში ჩვენ გვაგისრებს ვალდებულებას რომ უფრო ფრთხილად მივდგეთ აი ამ თუნდაც საკითხს რომელიც ამ დღევანდელ გადაცემაში ისმება ასე ხისტად რომ ევროპელი ჩინოვნიკები უსამართლოები არიან საქართველოს მიმართ. მარკერი, რაზეც ქალბატონი თამაც, თუ ეს იქნება, რომ თუ სოფლიოში ორი ცენტრი არსებობს, ერთი ამერიკული და და ხმა მაღლა თუ შეიძლება. იყო ესეთი, დღეს აღარ არის და აღარ იქნება ხვალინდელი სოფლიო ეგეთი. ეს იყო ყოფილი გლობალური წესრიგი იყო ეგეთი. ჩვენ ქალბატონო თუ ასე ვიმჯერებთ, რომ რუსეთი დღეს არის გლობალური მოთამაშე, ხო? არის, მაგრამ ის პოლუსი აღარ არის დღეს. ხო, ძალიან კარგი. მაშინ ხსნი ამ ჩემს ფაქტობრივად მიმართულებას, მაშინ მოდი ახსნათ ერთად და იქნებ შევჯერდეთ, რომ დღეს პრაქტიკულად განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინის ომი დაიწყო, ბევრი რამ შეიცვალა, რა თქმა უნდა. ევროპა, რომელიც რა თქმა უნდა პოზიციონირებდა დიდი ევროპა 500 მილიონიანი ერთიანი როგორც უფრო ობიექტური დღეს ის ევროპა ფაქტობრივად უკრაინის უკან დადგა. ანუ ჩვენ ხედავთ ყველანი რომ გერმანიის ლიდერმა მერცმა პირდაპირ დასვა საკითხი რომ რაღაც სპეციალური ასოცირებული წევრის სახით მიიღონ უკრაინას სანამ გაფართოების ეს ბიუროკრატიული ასრის ხარჯზე იმ ტერიტორიების ეს იმას ნიშნავს რომ უკრაინა გარეშე რაც სადავო ეს რაღაც ახალი სპეციალური სტატუსია რომელიც ნიშნავს რომ მას მარტო ხმის უფლება არ ექნება მაგრამ ის დაესწრება ყველა სტომას მათ შორის პოლიტიკური ხრიგებია ხო ხვდებით ბატონო კოტე ხვდებით ახლოვებენ ფაქტიურად უკრაინას და ახსენენ დემონსტრირებას. თელი მსოფლიოს ახსენენ დემონსტრირებას, რაც იმას არ ბალავენ რომ უკრაინა თავისი არმიით, თავისი სამხედრო ინოვაციებით ხდება ამ დიდი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის ევროპული რომელიც თავის სუვერენულ ნაბიჯებს დგამს უკვე და სერიოზულ ნაბიჯებს დგამს. რომ დასრულდეს სწორედ იმ ამერიკულ ასე ვთქვათ ქოულას, ხო, 18 წლების განმავლობაში ამერიკის გარეშე ევროპა არაფერი არ არის და ასე შემდეგ. აი ამ ვითარებამ შეცვალა და გარკვეულწილად შეიძლება ითქვას ასე მიგერძოებულის კი გახადა. აი კითხვა რომელსაც ჟურნალისტი ძალიან გამოცდილი ქალბატონი ეკა სეხნიაშვილი რომ ხომ არ არის აქ ასე ვთქვათ რაღაც განსაკუთრებული მიდგომა საქართველოს მიმართ რომელშიც ობიექტურობის ნაკლებობაა მე ვიტყოდი რომ ამის საფუძველი არსებობს არა ამის მარკერი არის უკრაინა ანუ თუ საქართველოს და ახლა საბედნიეროდ ჩვენი ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს უკრაინასთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად მე მივესალმები ამას ჩვენ გვესმის უკვე რომ უკრაინასთან არ ყოფილა არასოდეს სული დამოკიდებულება რომ ასეთ ლიდერს ჩვენსაც არ უთქვია თუმცა რომ უკრაინის ხელმძღვანელობა ცუდი ან უკრაინის პოზიცია არის და იყო და არის არასწორი ეს კარგია ამას მივესალმებით მაგრამ აქ როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ ევროპის ჩინოვნიკებზე, არა მარტო ჩინოვნიკები, ყველა ინსტიტუტი გადაებულია ევროკავშირის ხელმძღვანელობით, მათ შორის ევროკომისიის ხელმძღვანელობა. პასე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და მორი თვის წინ იყო ბოლო რეზოლუცია საკმაოდ მკვეთრი და სამწუხაროდ ისევ
შევაჯამოთ ბატონ კოტე, ანუ თქვენ ამბობთ, რომ საქართველოსთან მიმართებაში კონკრეტულად ხელისუფლებასთან ევროსტრუქტურები და დღევანდელი მოქმედი ევროსტრუქტურების ხელმძღვანელობა უსამართლოდ არ იქცევიან და გამომდინარეობს საქართველოს ხელისუფლების რიგი ქმედებებიდან მათი ნაბიჯები, განცხადებები, პოლიტიკები. მე ვიტყვი თქვი, ევროპელები როგორც წესი ყოველთვის მოზომილები არიან, როგორც წესი ყოველთვის განსხვავებით თვით ამერიკელებისგან და სხვა დასავლური ინსტიტუტებისგან, ისინი ყოველთვის აი ფრანგული კულტურა არის საერთაშორისო ურთიერთობებში, ეტიკეტშიც, პროტოკოლში ყველგან დღესაც ფრანგულია, ხომ? და რევერანსებით გამოირჩეოდნენ. საქართველოს მიმართ არიან ძალიან უხეშები. ხისტები შეფასებებში, აი მაგალითად პასეს 2 დღის წინ შევაფასებ კი ბატონო. რომ პასეს ბოლო გადაწყვეტილებაში შეაძლო, რომ საქართველოში დღეს არ არსებობს დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები. აი ეს ჩატარების პირობები. და ეს რა თქმა უნდა შეიძლება მოგეჩვენოს არასამართლიანად, მაგრამ იქ ყოველთვის როგორც წესი არის არგუმენტები. რატომ არის ეს ასე? რატომ არის ის ძალადობები? რატომ არის ეუთოს მოსკოვის მექანიზმში ჩაწერილი ის ყველაფერი, რაც შეიწერა? ისინი ამას ეხნობიან ქალბატონო ეკა ის ფაილზე არა. კი ბატონო, მადლობა ბატონ მერაბ შათირიშვილთან გადავინაცვლებ. ბატონ მერაბ, ძირითადი არგუმენტები მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებრივი არჩევანი და დაკვეთა კონსტიტუციაში 78 მუხლით გამყარებული არის სწრაფვა ევროატლანტიკური სტრუქტურებისათვის. სხვა შორის აქ მარტო ევროპა არ იგულისხმება, ჩვენ თავის დროზე ძალიან მკაფიოდ ჰქონდა ძალიან ბევრ მათ შორის ნატოს შეხვედრებზე, როდესაც ჟურნალისტებიც დავდიოდით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორიენტირი იყო სწორედ ნატოში გაწევრიანების გეგმაც. როგორი არის თქვენი მოსაზრებები, არის თუ არა სამართლიანი ევროსტრუქტურების საყვედურები, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების არავითარი მექანიზმები არ არსებობს, იცით ეუთოს მოსკოვის მექანიზმის თვითვეული პუნქტი და აკყოფებს აღარ შეგახსენებთ, ისინი მათ შორის ითხოვენ რიგი კანონების გაწევას, როგორიც ეროვნული ღირებულებების შესახებ კანონი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციათა გამჭვირვალეობის შესახებ კანონი, ეგრეთ წოდებული ფარა. როგორი არის თქვენი მოსაზრებები ამ საკითხებთან მიმართებაში? არის ჩვენი სწრაფვა ევროპისაგენ რენტაბელური ამ პოლიტიკური მოცემულობით, რაც სოფლიოში და არის თუ არა სამართლიანი განწყობები და საჯარო პოლიტიკური განცხადებები ევროსტრუქტურების ლიდერშიპის? მადლობთ პირველ რიგში მივესალმები ჩვენს სტუმრებს, მივესალმები მაყურებელს, მოგესალმებით თქვენ ქალბატონო ეკა. ჩემი აზრით მე პირადად ჩემას გამოვთქვამ, რომ საერთოდ არ მიმაჩნია სწორად ის კონსტიტუციაში ესეთი მუხლი. მე უკრაინის უკრაინასთან მიდგომა თვითონ ბატონმა ახსენა გერმანიის ხელისუფალის ესე იგი პოზიციიდან ჩვენ ეს არაფერში სამაგალითოდ არ უნდა გავიხადოთ, იმიტომ რომ თუ ამ დენი მსხვერპლისა და გრევის შემდეგ ასეთ პირობას წაგიყენებენ, ან ასეთ თავზე ხელის გადასმას ფაქტურად გადასმით გაანეიტალებენ იმ ტრაგედიას, რაც უკრაინას ხვდა დღემდე, ეს ჩვენ ნამდვილად არ გვარგია და ნამდვილად მიგვიყვანს კატასტროფამდე, იმიტომ რომ თამარი ახსენებდა მცირეერი ვარ და იმას, რასაც უკრაინა უძლებს, ჩვენ ვერ გაუძლებთ. რაც შეეხება დემოკრატიის, ასე ვთქვათ, დაწუნებას ევრო კავშირიდან და მისი, ასე ვთქვათ, ლიდერებისგან, ესეც უსამართლობად მიმაჩნია მე, იმიტომ რომ ხო ხედავს ეს პოლიტიკური გუნდი, რომ თუ საქართველოში ტარდება უსამართლო, ესე იგი არასამართლიანი არჩევნები, ხო? ეს უკვე 2012 წლიდან დღემდე ტარდება უსამართლო არჩევნები და უსამართლო არჩევნებში ჩვენ როდის შევგვიებივართ ქართველიერი ერთხელ უკითხავს ევრო წარმომადგენლებს, ესე იგი ჩვენ დაუნებივართ, ჩვენ ერი ხალხი. არ გვინდა მაგ სამედიცინო ტერმინის გამოყენება, დაავადება და უკაცრავად არ გვინდა ეს ჩვენთან ასოცირება, დაუნის სინდრომიანი ადამიანები არიან ძალიან კარგი ადამიანები და არ შეიძლება მაგ კონტექსტში არ გაუმიყენებ, მიღებულია ბოდიში, კი ბატონო. უბრალოდ სხვა რაღაცა ვიგულისხმე, გულმიკაცი ვარ და აბდლებიო ყვა ვიტყოდი და რაღაც ვითომ კულტურულად
იმიტომ დაავადება და ძალიან ბევრი კარგი ადამიანია და სტიგმატიზაცია არ შეიძლება მათი კი ბატონო. ეკა მე თვითონ მსახურები ამ თემას და მათთან გულების აბდალი არაა ბატონოს ესე იგი უსამართლო არჩევნებს ჩვენ ხალხი გამორიცხულია არ დაუშვებდით საქართველოში. არ დაგვიშვია და არც დაუშვებდით და ამას ანგარიშს ხო უნდა უწევდეს ევროკავშირის წარმომადგენლები ხო უნდა ხედავდესო ხალხი ითმენს რას ითმენს უსამართლო არჩევნებს უსამართლოდ მოსულ ხელისუფლებას ითმენს ეგ ხო გამორიცხული ეგ ხო შეურაცხყოფაა თვითონ მოსახლეობის თვითონ ამომრჩევლის როდის იყო საქართველოში რომ ფაქტიურად უსამართლობა შეჩენოდა რომელიმე ხელისუფლებას ხო გასაგებია ის რომ 1000-ჯერ მithქვამს 90-იან წლებში რაც მოხდა ის საქართველოში არ განმეორდება ამის მცდელობაც იყო რომ მოდი რევოლუციით ესე იგი ხელისუფლება გადავიბაროთ ეთანხმებით რომ მართული იყო ეს პროცესები იმავე ზოგიერთი სტრუქტურების მხრიდან ესეთი კითხვაც დომინირებს ნიშანდობლივია ხა თქვენ შეკითხვას მე უპასუხო ასე დღეს მოვისმინე მე ბატონ ირაკლი კობახიძის განცხადება და ადრე მქონდა ამდაგვარი განცხადება მოსმენილი რომ რაჯობიაო ისეთ საარჩევნო მოცემულობას რომელიც ჩვენ გველოდება 2028 წლის ოქტომბერში ცხადია გაიმარჯვებ როცა ესეთი ოპოზიცია გეყოლებაო და ასახელებს იქ სახელ და გვარებს და ფაქტიურად მე მაგალითად ვისურვებდი რომ ესეც ასე მგონია რომ რაღაც თითქოს გამონახულია ეს ადამიანები იმისთვის რომ ხელისუფლებამ შეინარჩუნოს ამას თვითონ ხელისუფალი ამბობს თვითონ პირველი პირი ამბობს რომ რა თქმა უნდა გავიმარჯვებთო ამას ცხადზე უცხადესია იმიტომ ესეთი ოპოზიცია გვყავსო ეს ტენდენცია საქართველოში რო არის მე ძალიან მწყის მე და ჯანსაღი ოპოზიცია იყოს რომ ქვეყანამ წინ სულა დაიწყოს ქვეყანა განვითარდეს იცით რა არის როცა ესეთი ოპოზიცია არსებობს ხელი შემშლელია რა თქმა უნდა თვითონ ვერ აღწევს მისას მაგრამ გარკვეულ წილად თვითონ სახელმწიფო ვერ ასრულებს თავის მისიას იმიტომ რომ ჯანსაღი აზრი არ წვდება იმის ხელისუფლების ყურამდე არ მიდის ჯანსაღი აზრი ჩვენც კიდევ უმრავლესობა გაჩუმებული ვართ იმიტომ რომ მართლაც ვის მივცე ხმა ფიქრობს ეხლა როგორ მივცე იმ ადამიანებს ხმა ვინც ჯოჯოხეთი გაგვატარა 8 თუ 9 წლის მე გულისხმობ სააკაშვილის რეჟიმის დროს ხო ხედავდით არა მე მიტინგებზე ვიყავი დღედაღამ სულ სხვა საქმე უნდა მეკეთებინა მაგრამ ისე ვიყავი შეწუხებული გასაგებია შეცდომები ეხლაც გამორიცხული კი არ არის მაგრამ თითქოს ფონი აქვს შექმნილი ქართულ ოცნებას ამ ოპოზიციის ხარჯზე მუდმივად იქნება ხელისუფლებაში. კარგით, ანუ ევროსტრუქტურების საყვედურები, მიტინგების დროს არამართლზომიერი ძალის გამოყენების და ასე შემდეგ თქვენ სუბიექტურად მიგაჩნიათ, აი დანის შემთხვევის არ სუბიექტურად მიმაჩნია, პოლიტიკურად გაუმართლებლად მიმაჩნია, იმიტომ რომ ეს განცხადებები ასეთი დამოკიდებულება ქართველი ერის მიმართ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ხალხს უმაგრებს ყველა შემთხვევაში ხელისუფლების დარჩენას ხელისუფლებაში არსებული ხელისუფლების და რამოცემულობასაც ფაქტიურად იქნება რამოცემულობაც იქნება საქართველოში სწორედ ამ უსამართლო განცხადებების ფონზე იქნება სწორედ ამ არა კომპეტენტური განცხადებების ფონზე იქნება იმიტომ რომ ეთყობა ჩვენ არ გვიცნობს ერთს არ იცნობს თვითონ ევროპელები გასაგებია ახლა საფრანგეთი წეგან ბატონმა კოდემ ახსენა იდეალური ქვეყანაა, ბალზაკის ქვეყანაა, კაცო, ყველაფერს დავიდავანებოთ, ეხლა მე წერალი კაცი ვარ და ბალზაკს იმიტომ ახსენებ, თორემ რამდენი კულტურული წიაღსვლები, რამდენი აბსოლუტურად კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაუდგამს, მაგრამ ნაპოლეონი წავდა გენაცვალე სისხლის ტბორები დააყენეს იმაში ევროპაში და გილიოტინა და რამდენი რამ ჩამოთვალოთ, რაც დემოკრატიაზე არ მეტყველებს და ჩვენ ის ხო არა ვართ, რა ქვია, დემოკრატიის უვიცები, რომ ჩვენ არა გვაქვს დემოკრატია, ჩვენ შინაგანი დემოკრატია არ გაგვაჩნია, შინაგანი კულტურა არ გაგვაჩნია, ჩვენ არ ვიცით როგორ ვიცხოვროთ. თუ კი ეს არ შეისწავლეს შენ და ამას ანგარიში არ გაუწიე, ხო ყველა შენი განცხადება იქნება უსამართლო. ყველა შენი განცხადება ვერ შექმნის ისეთ ოპოზიციას, რომელმაც ოპონირება გაუწიოს უნდა არსებულ ხელისუფლებას და ცხადია
დავეთანხმები ბატონი კობახიძის განცხადებას 2028-ში ასეთ ფონზე ის თავისუფლად გაიმარჯვებს ქართული ოცნება. მადლობა დავით წერეთელთან გადავალ ექსპერტი ანალიტიკოსი ბატონ დავით ევროსტრუქტურების როგორც ხელისუფლების მხარდამჭერები ამბობენ შენიშვნები რომ საქართველოში არამარტ ზომიერი ძალები იქნა გამოყენებული რომ პოლიტიკური პერსონების მიმართ არის რეპრესიული მექანიზმები და ასე შემდეგ იცით თქვენ ახლა მე აღარ ჩამოგითვლით ძალიან ბევრი შენიშვნა არის მიუხედავად ამისა თქვენ ემხრობით საქართველოს ევროკავშირის კესვას და მიგაჩნიათ რომ ხელისუფლებას რიგი შეცდომები აქვს ამ მიმართულებით აბა რა საკრნობა თქვენი არგუმენტები გისმენთ მოგესალმებით ეკა მივესალმებით თქვენს მოგლობას კიდევ ერთხელ მოგესალმებით დიახ მოდით ეს თემა რო განვიხილოთ ჩვენ ცოტათი უკანა გადავიდეთ გამოვიდეთ პოლიტიკური რომანტიზმის სიტუაციიდან და დაუბრუნდეთ რეალურ პოლიტიკას რაშია საქმე რატო არის ასე ვთქვათ ევროპის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ ასეთი ხისტი და ხშირად არასამართლიანი ეს არის ძალიან მარტივი ერთადერთი მიზეზი გახლავთ ის რომ საქართველოს დღეს პოლიტიკური ხუდი არ აქვს ისმენთ პოლიტიკური ხუდი რატო არ აქვს არა აქვს იმიტომ რომ ძველი პოლიტიკური წესრიგი რომელიც ხუდი იყო ჩვენთან რუსეთის სახით რომელიც დღეს ფაქტიურად საშინელ მდგომარეობაშია მიდის და წავიდა უკვე ფაქტიურად კავკასიიდან ვინ გაუშვა ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ ევროკავშირს არ გაუშვა გაუშვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სხვათა შორის მე ევროკავშირისკენ ამას დავაზუსტებ უბრალოდ არა იმდენად ევროკავშირისკენ თქვათ სწრაფვას ვემხრობიან ნატოსთან არამედ მე მაქვს ჩემი გამოკვეთილი პოზიცია რომ საქართველოს სჭირდება დღეს და მისი წინსვლისთვის აუცილებელია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამოკავშირეო ხელშეკრულება ტაივანის თქვათ სამხრეთ კორეის იაპონიის მსგავსი სამხედრო ტიპის სამხედრო კი ბატონო სამხედრო ეს იქნება ჩვენი პოლიტიკური დივერსიფიკაციას როგორ ვაკეთებთ როდესაც ოკუპანტი რუსეთი გვყავს ჩვენ აგერ ყურის კი ბატონო მაგამდეს მიგო პრობლემა არ არის თუ შეიძლება გავაგრძელებ აუცილებლად შევეხებებ მაგ საკითხსაც ეხლა რაც შეეხება ეგ ალბათონმა თამარმა კარგად ახსენა თქვათ ევროკავშირის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ თქვათ ფარას კანონთან დაკავშირებით არასოდეს ჩემ ცხოვრებაში არ მიწოდებია ამ კანონისთვის რუსული არასდროს არ ყოფილა რუსული აქ იყო აბსოლუტურად სხვა პრობლემა რომელიც არსებობს რეალურად და რომელსაც ევროკავშირშიც ხედავენ გარდა იმისა რომ პოლიტიკური ხუდი არა ვარ და ასე ვთქვათ გონიათ რომ ეს ბესხოზნია რუსულად ვიტყვი ვაპატიეთ ეს ქვეყანა არის მეორე საკითხი კიდე ეს კანონი თავისი არსით იყო გამოკვეთილად ანტიდასავლური ეს იყო პრობლემა ამერიკაში თავის დროზე 30-იან წლებში ეხლა ვეგეტყვით როდესაც მიიღეს ფარას კანონი 30-იან წლების ბოლოს ის იყო ერთადერთი მიზეზი მიმართული იყო ფაშისტური გერმანიის გავლენების წინააღმდეგ ამერიკულ შტატებში ამ კანონში რომ ჩაწერილი იყო რომ ის არის მიმართული მტრების წინააღმდეგ ახლა ჩაწერილი არის ანუ კი ბატონო მაგრამ მაშინ რო დაიწყო ეს საუბარი მაშინ გამოვიდა ისე რომ ეს იყო რასაკვირველია ძალიან ბევრი პრობლემა იყო ეს ფული ნამდვილად არ იყო გამჭვირვალე ხშირ შემთხვევაში გამჭვირვალე იყო მაგრამ მთლიანად ერთ ქვაფში მოუხარშეთ გესმით ის სიტუაცია აი ეს იყო შეცდომა და ევროკავშირმა ეს დაინახა დაიხვია ხელზე და გვაგუკეთა ასე ვთქვათ კითხვები დაგვისვა რომელზეც ჩვენ პასუხები მაშინ არ გქონდა ჩემ და სამწუხაროდ ეხლა რა ხდება შეხედეთ ევროკავშირი როგორ წარმონაქმნი გასაგებია ბატონო მეროს ვეთანხმებ დღეს და თქვენს ალბათო დღეს შეიძლება ვერ არის ისეთ დონეზე როგორზეც უნდა იყოს თქვა და ისეთი მოთამაშე გლობალური არ არის როგორიც თავის დროზე რუსეთი არა ალბათო თან მაპატიეთ იყო საბჭოთა კავშირი ორი სხვადასხვა ცნება ისევე ხშირად ჩვენთან ეშლებათ ხოლმე და ამბობენ რომ რუსეთიც იყო ბოლო პერიოდში რომელიც შექმნა ამერიკამ და ევროპამ კი ბატონო რასაკვირველია გეთანხმებით ძლიერი რუსეთი შექმნა ამერიკამ და ევროპამ უკრაინის ომამდე რუსეთი იყო არნახულად ძლიერი და საქართველოს დამსახურება 98 წლის დეფოლტის მერე რუსეთს მოკიდეს ქეჩოში ხელი და წამოაყენეს ამერიკელებმა და ძალიან ძლიერი საკითხი რომ ახლა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რომელსაც თავად აღიარებთ რომ თითქმის მთელი ევროპა მხარს უჭერს ფინანსურად მატერიალურად და მათ შორის მილიტარისტულად ერთი რუსეთი უწევს კონკურენციას და მიგაჩნიათ რომ არ არის ანგარიშგასაწევი ძალა რუსეთი როგორ არ არის ანგარიშგასაწევი რუსეთი ანგარიშგასაწევი ძალა როგორ არ არის მაგრამ რუსეთი აღარ არის ის გლობალური მოთამაშე რომელიც იყო ყოველთვის აი იმიტომ მინდოდა მე ევროპაზე მეთქვი ერთი ორი სიტყვა თუნებას მოვცნეთ 30 წელს მაგრამ ბატონ დავით ანუ ბევრგან გადახვედით მოდით ორი მთავარი მესიჯ ბოქსი რომელიც უნდა განვავრცოთ პირველი თქვენ ამბობთ რომ ჩვენ გვჭირდება სამხედრო სამოკავშირეო ხელშეკრულება ამერიკასთან ეს ძალიან სერიოზული განაცხადია და თავისი უდიდესი რისკები აქვს რითი აპირებთ ამის დივერსიფიკაციას და მეორე რომ მაშინ თუ თავად აღიარებთ რომ ევროპის სტრუქტურების მხრიდან იყო უსამართლო შენიშვნები რაში წინააღმდეგები დაკრიტიკებთ მაშინ ხელისუფლების პოლიტიკას ევროპასთან მიმართებაში ევროპასთან დაპირისპირება ხშირ შემთხვევაში ზოგიერთ ასპექტში იმისათვის რომ ჩვენს პირველ მტერს და ოკუპანტს შემთხვევაში ასე ვთქვათ თვალები აუხვიოთ
ცუდი არ არის ნამდვილად ცით რაღაც ზურამდე. მაგრამ არსებობს რაღაც წითელი ხაზები, რომლებიც არ უნდა გადავკვეთოთ. აბა რაც რომელ წითელ ხაზზეა საუბარი თქვენი აზრით სად გადაკვეთა საქართველოს ხელისუფლებამ ევროპასთან ურთიერთობისას? თქვა რომ ზოგიერთი ცალკეული წარმომადგენლების რიტორიკა, რომელიც ნამდვილად არ არის პოლიტიკური რიტორიკას ქცევა შემთხვევაში. ნუ არ მინდა ეხა გავიხსენო, თორე შემიძლია მაგალითებიც მოვიყვანო ისეთი ფრაზების, რომელიც არნაირ პოლიტიკური კონიუნქტურის თემაში. ვიცი, რასაც გულისხმობთ, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ეს საპასუხო რიტორიკა იყო ელჩების და სხვათა მხრიდან. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. და ჩვენი რისკები გაცილებით დიდია. მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ რა. კიდე ერთხელ თუ კი იქნება ჩვენ ევროკავშირთან სიტუაციის დალაგება შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ ამერიკელების გავლით. და ამას ხელისუფლებას ამერიკას თავად აღარ სურს ტრამპის ბოლო განცხადებები ევროპასთან მიმართებაში. ანუ ჩემთვის ეს არგუმენტები ცოტათი არ არის რელევანტური. მე ვამბობ ევროპის მოგერიებაში ჩვენ ერთადერთი ქვეყანა რომელიც შეიძლება კი ბატონო მოდით იცით რა სამოკავშირო ხელშეკრულება არის ის მკაფიო სიგნალი რაც მიაჩნია ბატონ დავითს და ბევრიც ასე ფიქრობს მარტო ბატონი დავითი არა რომ ამერიკა იყოს ქოლგა ჩვენთვის ამ შემთხვევაში ქაბატონო თამარ და შემდეგ ბატონ მერაბ და კოტესთან გადმოვინაცო აქ ყავს ჩვენ რუსეთი როგორადაც არ უნდა დასუსტებულად წარმოიდგინოთ ჩვენზე ძლიერი ის მაინც არის მოცემულობა ასეთია რას ვშვებით და არ აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორია კი მოწინააღმდეგე სწორად ვერ შეაფასებ პოლიტიკას აუცილებლად არასწორად წარმართავ ქვეყნის პოლიტიკას ხო თუ კი ჩვენ ვიტყვით რომ რუსეთი დასუსტდა და რუსეთი აღარ არის მთავარი მოთამაშე მსოფლიო პოლიტიკაში, მაშინ ჩვენს ქვეყანას აუცილებლად მარცხამდე მივიყვანთ. არ არის ეს რეალობა. გვინდა რომ ეს რეალობა იყოს, აი ამაშია სხვაობა. ჩვენ რაც გვინდა, ვამბობთ იმას, არ არის ეს რეალობა. რუსეთმა მსოფლიოს აჩვენა ამერიკა, ევროპის, ოღონდ ბაიდენის გუნდის მოვიაზრება ამ შემთხვევაში, დიდი პოლიტიკური შეცდომის ხარჯზე, რაც იყო რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც დაუშვეს, რომლის დაწყებაც ეს იყო უდიდესი პოლიტიკური შეცდომა, რომელმაც ფაქტობრივად შეიწირა ევროკავშირის სიძლიერე, თუ კი გადარჩა ევროკავშირი როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, თუ ეს იქნება გერმანიის დამსახურება, მოდით რა ბრიტანეთის და გერმანიის დამსახურება. ბატონმა კოტემ თქვა, რომ ევროპის პოლიტიკა ფრანგულ დიპლომატიაზე აბსოლუტურად გეთანხმებით. წლების განმავლობაში, მთელი 10 წლების განმავლობაში ევროპის პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკას ევროკავშირისას ნამდვილად მართავდა ფრანგული დიპლომატიური წესები. მეთოდი, რომელიც არის უნიკალური, მაგრამ დღეს ამას აღარ მართავს. ეს აღარ არის უკვე. გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ საფრანგეთის პრეზიდენტი არის უსუსტესი პოლიტიკური ლიდერი, თუ კი ოდესმე ყოლია საფრანგეთს. დღეს ევროკავშირს მართავს გერმანია. მოდი ვთქვათ რა, ევროკავშირის მთავარი ლიდერი სახელმწიფო ეს არის გერმანია. გერმანიის მართვის ტექნოლოგიები პოლიტიკაში, აი პოლიტექნოლოგიურად არის ძალიან უხეში, ძალიან მკაცრი. გერმანია ხედავს საფრთხეებს საკუთარ ქვეყანასთან მიმართებით, თუნდაც ევროკავშირში. თუნდაც მიგრაციული პაქტის მიღება, აი ეს ყველაზე დიდი ცუდი დოკუმენტი, ჩვენ რომ დღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ყოფილიყავით, აი მიგრაციული პაქტი საქართველოს დაასრულებდა. აი ეს ერთი დოკუმენტი მარტო საქართველოს მე როგორც დემოგრაფიის ეკიხსნით ამას. იმიტომ რომ ეს იყო ამას უარყოფს, ამას ეწინააღმდეგება პოლონეთი. ყველა მოსაზღვრე აღმოსავლეთის მოსაზღვრე სახელმწიფოები ამ პაქტის წინააღმდეგ გამოდიან. ნახეთ, მაგრამ თავი დაიცვა გერმანიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმა, ისევ დიდმა სახელმწიფოებმა. საკუთარი უსაფრთხოებისთვის შექმნეს ეს პაქტი. ისინი მართავენ ევროკავშირს და მათ შორის ყველაზე მეტად სწორედ გერმანია. აქედან გამომდინარე ის ძალიან მართლაც დიპლომატიური წესები საგარეო პოლიტიკაში ჩაანაცვლა გერმანულმა წესებმა, რომელიც არ არის ხელისუფლების პოზიციონირება. აი ბატონმა დათომ ბრძანა, რომ ძალიან ისეთი განცხადებები ქონდაო, არ მინდაო ციტირებაო. ეთანხმებით, რომ გადააჭარბეს და ასე ვთქვათ, გამოიწვიეს ევრობიუროკრატია ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა. მომიყვანეთ ერთი განცხადება ევრობიუროკრატების, აი ლიდერშიპის დღეს რომ გამოდიან წინახაზე, თუმცა აღარ არიან იმდენი როგორც იყო მანამდე წინა წლებში, მათი ერთი განცხადება, რომელიც ზის დიპლომატიის ჩარჩოებში, რომელიც ერთი ელჩის, გერმანიის ევროკავშირის ბოლო წლებში, ვინც აქ აკეთებენ განცხადებას, იყო საფრანგეთის ელჩი, ახლა აღდუმს საფრანგეთის ელჩი და აღარ გამოირჩევა ესეთი ხისტი განცხადებებით, აი მათი ერთი განცხადება მოგვიტანეთ, რომელიც არ არის უხეში, რომელიც არ არის შეურაცხყოფა, არა მარტო საქართველოს ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის მიმართ. თუმცა აქვე ამბობენ, რომ ჩვენ ქართულ ხალხს არ ვერჩით, მაგრამ როდესაც ჩვენ ამბობ, აი დავისისხები ბატონ მერაბს, რომ თურმე
ეს არჩევნები არის გაყალბებული და ეს ხალხმა აირჩია ეს ხელისუფლება, ხო? აქედან გამომდინარე, შეურაცხყოფაზე ბუნებრივია პასუხი იქნება ხისტი, რომელიც არის მიუღებელი. ბუნებრივია მათთვის. მადლობა. ბატონ კოტა, თქვენ თუ ეთანხმებით, თუ შეიძლება ქალბატონო ეკა ერთი რამ მინდოდა მე თქვა აქ დაგიბრუნდებით ისე და უშობია უბრალოდ ბატონ და თქვენ ქონდათ სხვა მოსაზრება. მანამდე ბრძანეთ რომ საქართველოს მაღალჩინოსნები ძალიან ეთიკიდან გასული განცხადებები კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მინდა ახლა ვისაუბრო. აქ გამოსავალი წერტილი კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ არ არის საუბარი მხოლოდ რიტორიკა გესმით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ევროკავშირთან დაკავშირებით. შე შემთხვევაში არის სწორი. ოღონდ არ უნდა გადავამეტოთ. რატომ არის სწორი? რატომ გაჩერდნენ ქალბატონ თამარ თქვა საფრანგეთიდან და ასე შემდეგ? გაიხსენეთ, მე გაგახსენებთ უბრალოდ მაკრონის ზარი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. რაც მოყვა და როგორ განვითარდა შემდგომში მოვლენები. რაც თქვით, ბრძანეთ რა არ მიტინგებში არა ასე ვთქვათ, თანაბარი ძალის გამოყენებას, რომელსაც თავისი მიზეზები ჰქონდა, რასაკვირველია, მაგრამ კიდევ ერთ ძველ აბსოლუტურად უძველეს ფრაზას გაგახსენებთ, რომელიც მუდმივად მოქმედებდა და იმოქმედებს კიდე. რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. კარგი, ბატონ მერაბ, ბიძინა ივანიშვილისადმი საყვედურზე თუ შეგიძლიათ და შემდეგ ჩაერთოთ. ხო, მაკრონის მხრიდან. არა, ეს დარეკვა ზარი მოყვა. კი. აბა ზარი შეიცავდა ხო? ჩვენგან ხო არ ირეკება საფრანგეთში და ვინმე საყვედურს ხო არ ვეუბნებით. და გადაჭარბებები თუ სადმე ხდება, ესე გამომივა ახლა პროვინციულად იქ მოიკითხო. პარიზში ვიყავ აქცია როგორ დაარბეს, ჩემი თვალით მე თვითონ ვუყურებდი იქ ფრანგ ჟანდარმებს. შეიძლება ახლა ქალბატონო ეკა ძალიან ნიშანდობლივი იყო და კარგია თუ ჩვენ ამ რაკურსით გავყვებით ამას ცოტა ხნით მაინც, იმიტომ ბევრი რამ მეც მინდა გავიგო აი კოლგასთან დაკავშირებით, ხო? საქართველო მართლა პატარა ქვეყანაა და ყოველთვის ისტორიულად ჩვენ ყოველთვის კოლგას ვეძებდით. ამას ვიყენებდით ჩვენი ასე ვთქვათ გამოცდილებით და გავდიოდით ფონს თუ არა ეს სხვა ამბავია, მაგრამ რუსეთი ცხადია ჩვენ კოლგათ არ გამოგვადგება და რატო? იმიტომ რომ რუსეთთან ჩვენ წანამძღვრები როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, დაგვჭა აგრესიის. რუსეთს უჭირავს ჩვენთან აგრესიის ასე ვთქვათ პოზიცია. ოკუპანტია რუსეთის სასახად ეხა მაგრამ უყურეთ, რუსეთი ჩვენ არ გვეუბნება რომ მე თქვენ კოლგად გამოგადგებით, იმიტომ რომ ამას არ დავიჯერებთ უკვე. კოლგად რო გამოგვადგეს უნდა დაგვიბრუნოს ეს ტერიტორიები უპირობოდ. ამიტომ რუსეთს უჭირავს ესეთი რაღაცა რომ მე შენ არ გამოგადგები კოლგად, მაგრამ როგორც კი შენ კოლგას მოძებნი და ეს კოლგა ჩემთვის მტრული ქვეყანა იქნება, ეს აგრესია გაგიგრძელდება. აი, რამ ჩაერთეთ დისკუსია. ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც რუსეთი უწევს ანგარიშს. მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ნახოთ რუსული გადაცემები, მათ შორის პოლიტიკური. ძალიან ნათლად ჩანს ევროკავშირს უვლიან აი ბოდიში და კატოკივით, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებზე სიტყვას არ ამბობენ. და ეს პირდაპირ მარკერია ჩემო ბატონო მერაბ. მე გეთანხმები ბატონო. 2008 წელი რისი მარკერი იყო ბატონ დათო? კონტრარგუმენტს დაგისვამთ, მე დაგისვამთ. 2008 წელი იყო მიშა სააკაშვილის სერიოზული შეცდომას არ დავაკარგავ. ძალიან ჩვენ ცალსახად ვიყავით პრო-ამერიკული მიმართულების მქონე ქვეყანა. ბუში იყო თბილისში, იყო ძალიან ბევრი. ცალკე გადაცემა არ ეყოფა გენოცვალე ამის ანატომიის ახსნას. ანატომია არა, კითხვა არის ლოგიკური. მაშინ ბუში იყო აქ ცალსახად გამოცხადებული იყო, მიღებული იყო თეთრი სახლის მხრიდან მაშინდელი ხელისუფლება, როგორც დემოკრატიის შუქურა. ანუ ჩვენი მიმართულებები იყო ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული პრო-ამერიკული, რის შემდეგაც ჩვენ მივიღეთ 2008 წელს ომი. ფიქრობთ ეს რომ ცალსახად ვერ იმუშავა ამ კოლგამ თუ უბრალოდ ჩვენ კოლგა არ ქონია, ეს იყო განცხადებების დონეზე და სამწუხაროდ ზუსტად ეგ არის დღევანდელი. შეიძლება მაპატიეთ. ეს წინადადებას ვიტყვით. ეს აგრესია რუსეთმა ჩვენთან გამოამშრომლა ორ გზის. როგორც კი ჩვენ აი ზუსტად ეკას ამერიკის და ხო 2008 ეს იყო 90-იანი წლები, როცა აფხაზეთი ფაქტიურად და სამაჩაბლო დავკარგეთ და რუსეთის ცხადია რუსეთის დამსახურებით და მეორე ეს იყო 2008 წელს. ეხლა მესამე მოლოდინი გვაქვს ჩვენ
ეს კოლგა როგორ ნახოთ რომ ეს ტერიტორიები დავიბრუნოთ ან და ეს კოლგა წავა იმაზე რომ მესამე შეიძლება გაგვაცნოს მიწასთან მართლა ბატონო კოტე ბრძანეთ და მე რა მიწასთან გაგვაცნოს შეიძლება მესამე მცდელობის დროს დებით ასგება თავიდანვე ვიკითხე დივერსიფიკაცია როგორ ხდება ძალიან საინტერესო რამ ძანა ბატონო მეაბა რომელსაც მე სულად ვიზიარებ ეს არის რომ ჩვენ კოლგად რუსეთი არ გამოგვადგება ეს ძალიან სერიოზული განცხადება აბა რას ვის გვთავაზობთ და როგორ ვიზღვართ მაშინ რუსეთისგან თავს რა არის ამის საფუძველი დღეს გარდა იმისა რა თქმა უნდა ეს ოკუპირებული ტერიტორიებისა და ყველაფერისა ჩვენ თუ ვიხსენებთ ბუშის აქ ჩამოსვლას ხო დათავაზანო მაშინ დრო შეიცვალა ბუში საიდან ჩამოვიდა საქართველოში მოსკოვიდან ის მოსკოვში იყო ჯერ პუტინი შეხვდა მაშინ თუ ის იყო მედვედევი მაშინ დამასწარეთ ხო ანუ ის მოსკოვში იყო ოლიმპიური თამაშებზე იყო ჩასული ხო ასე რაღაცა ოლიმპიადის დღეები იყო ოლიმპიადაზე 2020 მედვედევი იყო პრეზიდენტი ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მაშინდელ ამერიკას ბუშს და ისიც ვიცით ეს ხო ბატონო თამარ ხო ის მილიარდები რაც დაგროვდა დოლარები ეგრესებული ნავთობ დოლარები ბუშების ოჯახის მეშვეობი და ამერიკულ-რუსული ფულის გაყოფის ასე ვთქვა ბატონ კოტე კითხვა რაში მდგომარეობს არა უკაცრავად აი კითხვას გეტყვი რუსეთი და ამერიკა რომ ყოველთვის გადაინაწილებენ და რაღაცნაირად ერთმანეთში დაალაგებენ ეს ვიცით ამაზე ყველაფერთან ხმდებით აქ და ეკრანის მიღმაც ჩვენი მაყურებელი ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში, როდესაც მკაფიო გახდა ჩვენი მიმართულება პროდასავლური ინსტიტუტებისადმი, ედუარდ შევარდნაძის შემთხვევაში, ბაქო ჯეიხანის ტრანზიტი და ჩვენი პროდასავლურობა მივიღეთ ერთი ომი. მეორე ომი მე თქვენზე ბევრად ახალგაზრდა ვარ, მაგრამ კოგნიტური უნარები კარგად მაქვს განვითარებული ისტორიაც წაკით. მეორე ომი მივიღეთ 2008 წელს, როდესაც ეს ხელისუფლებამ მკაფიო განაცხადი გააკეთა და მესამე ომს გადავარჩინეთ ქვეყანა. კი ბატონო, ეს ხელისუფლების დამსახურება მიაჩნიათ ხო? კი ბატონო. რომ გვეუბნებით რომ სამოკავშირეო ხელშეკრულება ამერიკასთან ჩვენ ახალგაზრდებს ამ ქვეყნის მოქალაქეები აიტანენ კიდევ ერთ ომს. როგორ დავიცვათ ეს ქვეყანა? დიახ, კი ბატონო. კი, თორე არავინ არ დააობს, იმიტომ რომ არსებითზე არ ვსაუბრობთ. აქ არავინ არ დააობს იმაზე რომ რუსეთი და ამერიკა ერთმანეთში მორიგდება. კი ბატონო. ზეგი ისე თქვა მინდა ხო და დავასრულებიოთ. კი, მაგრამ ძალიან დროც ხომ არ გვაქვს ჩვენ. კი ბატონო. კი ბატონო, ბძანეთ. მე მგონი ყველა ცოტას ლაპარაკობ. ბძანეთ. პრაქტიკულად ესე დრო შეიცვალა დღეს ბატონო ამერიკაც აღიარებს და ევროპა რომ მაშინ რომ სწორი მიდგომა ქონოდათ იქ რაც ჩაიდინა მაშინ რუსეთმა აქ უკრაინის ომი არ იქნებოდა. ანუ შეიცვალა ეს იქაც აი ეს გაყოფა ფულის ყველაფერი დღეს სხვა სამყაროა სხვა მიდგომებია აბსოლუტურად ხო და შესაბამისად დღეს აი რაზედაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ რომ ევროპა თავს იცავს ფაქტიურად ევროპა ინვესტიციას როდება უკრაინაში ხო არ მალავენ ამას უკვე ჩვენს უსაფრთხოებაში რუსეთისგან რუსეთის აგრესიიდან ხო ჩვენს დასაცავად ამ ინვესტიციას უკრაინა სულ არ გვაწუხებს იმიტომ რომ ხვალ გვინდა რომ ჩვენ უკვე აგრესიულია ძალიან რუსეთი რო აგე დღეს ბირთვული გამოცდებია იმაში მოსკოვში იცით ხო ბოლო 3 დღე გამოაგორეს ისეთი რამე რომელიც აი 2014 წლის მერე არ გამოუგორებია ნუ ბუნებრივია ეს ყველაფერი იწევს იქ შეშფოთებას 500 მილიონი მოსახლეობა ანუ როგორ ვიცავთ თავს თუ კი ამერიკისკენ მივდივართ რუსეთისგან და ეს არის სწორედ ჩვენი არჩევანი. ამერიკა შეიცვალა მე ზუსტად იმის თქმა, იმიტომ მინდა რომ ნახეთ ტრამპს დღეს პირდაპირ ვიტყვი და ეს მე მგონი ჩვენმა ხელისუფლებას დაძმონებული ხართ მაპატია, დაძმონებული ხართ რომ ჩვენ თუ ამერიკა ავირჩიეთ კოლგად. რუსეთის მესამე აგრესიისგან დაგვიცავს ამერიკა? არა. და დასიცავს. აი მე არ ვეთახმები ამაში რატომ დავის და რატომ. აი ნახეთ წეგამ თქვით რომ იყოფენო მაპატიეთ გავლენებს ამერიკა და რუსეთი არ მიხსენებია მე მაქვს სხვა შეხედულება რომ ის უსაფრთხოების კოლგა რომელიც ახლა კეთდება დიდი უსაფრთხოების კოლგა რომელშიც მიაქციეთ ყურადღება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ერთიანდებიან აი ეს ოქროს სამკუთხედი რომელშიც ტრამპი ჩავიდა პირველად და ტრილიონი ემირატები უკრაინასთან დაკავშირებით არ გახსოვთ ბატონო ემირატები ტერიტორიები რომელიც აღებული აქვს რუსეთს უნდა დაუთმოს უკრაინამო ეს განცხადება არ გახსოვთ
კი მაგრამ კიდევ და ერთხელ თუ კი ამერიკის კოლგა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვეწვიან დაუთმეთ აფხაზეთ და სამაჩებლო ეს კოლგა. ამას ამბობს დივენსი, მაგრამ ამას არ ამბობს ევროპა, ხო? ტრამპი ხო ამბობს ამას. კი, მაგრამ ნახეთ და არ უსმენს ის ევროპა ამ ტრამპს. მოდი პირდაპირ ჩვენ ევროპას ვირჩევთ თუ ამერიკას ბატონო. მე ჩემი აზრი ხო შეიძლება მქონდეს, ხო? მე ვამბობ, რომ ჩვენთვის როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის, როგორც ევრო მიმართული, რომ იგივე ახლა კი ბატონმა მერაბმა თქვა, რომ არ უნდა იყოს კონსტიტუციაში სუფთა იურიდიული თვალსაზრისით, მე გეთანხმებით ამაში, მაგრამ ეს ხო ოცნებამ ჩაწერა. ეს ხო ამ ხელისუფლებამ ჩაწერა, თუ არა, ისე მართლა არ არის ეგ საკონსტიტუციო საკითხი. მე თუ მეკითხებით, მე არ ჩავწერე. მაგრამ ნახეთ, რადგან ჩვენ და ხა სულხასაბა გავიხსენოთ, ხო, კაბალოთონ სადადიოდა, ხო, ჩვენი წინააღმდეგი, ჩვენი მეფეები სადადიოდა. ეგ პრაქტიკულად მე თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, გამოვიყენებდი აი ამ დიდ საერთაშორისო კოლგას, სადაც კანადა ჩამოდის. კანადის პრემიერი იყო ერევანში, ჩამოსული რაოდენობა, ხო, კანადის პრემიერს ერევანში. ეძებენ ამ კოლგას. ავსტრალია, შეუერთდა კიშინიოვი, ანუ ძალიან დიდი ქვეყნები, რომელსაც აღარ აქვს ამერიკის იმედი, ევროპაში ეძებენ. ფაშინიანმა როგორც ეს კოლგის მოძებნა დააპირა რუსეთის განცხადების შემდეგ, რა განცხადება გააკეთა? რა განცხადება გააკეთა? ბრძანეთ? ფაშინიანმა გააკეთა ეს რუსეთი ვაძე ქვეყანა რანგადიში უნდა გაუწიო და ყველაფერი. მე ესე იგი აბსოლუტურად მიხვდა, რომ დაფრთხა. დღეს რუსეთმა აკრძალა სამსონხეთიდან ყვავილების შეტანა და რაღაცები კარგი, ბატონ დათოს უფრო გამოკვეთილი პოზიცია აქვს, მას მიაჩნია, რომ ამერიკასთან სამხედრო კავშირი დაგვიცავს რუსეთის რისკებისგან. როგორ დაასაბუთეთ და შეგიძლიათ ჩაიკითხოთ. ესე იგი, ის 90-იანი წლებიან 2008 წელი, რაც ჩვენ დაგვემართა, ეს მოხდა ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ არ გქონდა ასეთი სამოკავშირეო ხელშეკრულება. ერთი არის სამოკავშირეო ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმებული, მეორეა მემორანდუმიან სიტყვიერი შეთანხმება. აი ხშირად, მაგალითს მოგიყვანთ ძალიან მარტივს. ხშირად რუსები ამბობენ ხოლმე, რომ აი ჩვენ ნატო დაგვპირდა, რომ ნატოს გაფართოება აღარ მოხდებოდა და მოგვატყუა. ეს არის ტყუილი და რუსული პროპაგანდა, იმიტომ არანაირი დოკუმენტი ხელმოწერილი ამის შესახებ არ არსებობს, ბუნებაში არ არსებობს. იგივე ჩვენ შემთხვევაშიც, თუ კი ჩვენ შევძელით და მოვაწერეთ, რა საკვირველია ზოურხების სურვილი უნდა იყოს და მე ვხედავ იგივე ვიტყვი ამ ხელისუფლების პოზიციასაც, მათ შორის ბატონ ვიძინა ივანიშვილის პოზიციასაც, რომ ის ცდილობს მაქსიმალურად გადატვირთოს ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაგრამ ამავე დროს არ გააღიზიანოს რუსეთი, იმიტომ რომ მან ძალიან კარგად იცის, სანამ ჩვენ არ მოვაწერთ ხელს და ეს კოლგა არ გადაეპარება ამ ქვეყანას, რიტორიკის დონეზე მივიღებთ 90-იან წლებს ან 2008 წელს ჩემო ბატონო, მაგრამ როგორც კი ამ ქვეყანას თუ კი მოხდა ეს, გადაეპარება ეს კოლგა და როგორც კი თუ ჩვენ ვერ ხედავთ ეხლა უნდა ბატონო ამერიკას უნდა ეს კოლგა გადაგაფადოს რაში უნდა რაში ჭირდება არა ემირატებს ქონდა ეს კოლგა მართალია ბატონო ემირატებს ქონდა გადაფარებული კატარს ქონდა გადაფარებული დაიცვა ვერ დაიცვა ერთი აი ბატონო დავით მე მაქვს ერთი კითხვა თქვენთან შეიძლება თქვენ თქვით რომ არ გაღიზიანების პოლიტიკა საწარმოებს საქართველოს რუსეთთან მიმართებით ნახეთ მთელი 30 წლის განმავლობაში ჩვენ რაც დამოუკიდებელი ვართ სახელმწიფო ჩვენ ვხედავთ აი რეალური პოლიტიკა რომ განსაზღვროთ ანალიზი გავაკეთოთ ამერიკა და ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით აწარმოებს რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკას მთელი ამ წლების განმავლობაში როგორც ამერიკა ასევე ევროკავშირის ყველა სახელმწიფო აბსოლუტურად ჩვენთან ურთიერთობა მათი განისაზღვრებოდა თავარი ამოსავალი წერტილი რომ რუსეთი არ გაღიზიანებულიყო ამით და თუკი ამერიკა და ევროკავშირი ანგარიშს უწევდა რუსეთს რომ რუსეთი ისინი აწარმოებდნენ არ გაღიზიანების მაშინ რატომ ვაკრიტიკებთ საქართველოს ხელისუფლებას იმაში თქვენ არა ზოგადად დღევანდელი ოპოზიცია რომ საქართველოს აწარმოებს რუსეთთან ეს არის ყველაზე სწორი პოლიტიკა როდესაც შენი ოკუპანტის სახელმწიფოა მე რა აბსოლუტურად ვეთანხმები რა ამ ოპოზიციის პირობებში კი აბსოლუტურად გეთანხმები მაგაზია რაც შეეხება კოლგას ბატონო დავით მე ერთი კითხვა მაქვს კიდევ ნახეთ საქართველოს ჭირდება კი საერთოდ კოლგა ვინმე დიდი ჩვენ რამდენჯერ ვიწვნიეთ ეგრეთ წოდებული პოლიტიკური კოლგა სწორედ იმ კოლგის არა ნახეთ გეორგიევსკის ტრაქტატი მანამდე რამდენიმე სახელმწიფოს მონა ვიყავით ხო გეორგიევსკის ტრაქტატიდან თუმცა რაღაც დადებითი იყო დიდი უარყოფითი იყო ხო ფიზიკურად გადავრჩით დემოგრაფიულად გავიზარდეთ მაგრამ პოლიტიკური ოკუპაცია მოხდა ჩვენი საქართველოსი შემდეგ ხო არა მაგას არა ნახეთ რა არა ეგრე არ არის ისტორია პოლიტიკის ისტორია
ქვეყანას ასწავლის, რა გზით უნდა წავიდეს. როდესაც რამდენიმე შეცდომა დაუშვი უკვე ქოლგისძიებაში, პოლიტიკური ქოლგისძიებაში და მიიღე იგივე მონობა და ტყვეობა, იცით რა, ფიზიკური ოკუპაციას გამიწევს რუსეთი თუ პოლიტიკურ ოკუპაციას ნებისმიერი სახელმწიფო, სხვაობა ქვეყნისთვის. ნებისმიერი, გინდათ ევროპა, გინდა ამერიკა, გინდა ჩინეთი, გინდა სამხრეთის სახელმწიფოები. განსხვავება არის რაიმე? და მე მეორე ბოდიში ხდით კიდევ ერთხელ, ამერიკასთან სამხედრო მოკავშირეობა, იცით რა არის? სამოკავშირო ხელშეკრულება, კი ბატონო, ჩვენ ვართ პარტნიორები, მათ შორის სამხედრო. საქართველოს ქოლგა, პოლიტიკური ქოლგა ერთადერთი ეს არის მისი პოლიტიკური სტატუსი. ჩვენ ბევრი წლები გავიარეთ, საუკუნეები გავიარეთ და ვერ ვიპოვეთ გამოსავალი. კიდევ ერთხელ საქართველოსთვის ისტორიაში არის დღეს ოქროს პერიოდი, თუ ჩვენ ამას ჭკვიანურად გამოვიყენებთ. აი ეს არის ყველაზე მთავარი. ნახეთ, როდესაც ჩვენ ზიხარ ზუსტად იქ, იმ წერტილში, სადაც მსოფლიოს პოლიტიკური ეპიცენტრი გასწორდა მსოფლიო, ნახეთ, იყო თავდაყირა, იმიტომ რომ ამერიკა იყო ზენიტში, შემდეგ ევროკავშირი, რუსეთი და მთელი აღმოსავლეთი და სამხრეთი ქვემოთ იყო. გასწორა დედამიწა ჩინეთმა, ინდოეთმა, შუა აზიამ, სამხრეთის სახელმწიფოებმა, ამ ბუმბერაზმა, გიგანტმა ქვეყნებმა, რომლებიც შემოდიან გლობალურ პოლიტიკაში, როგორც ზეს სახელმწიფოს პრიმით პრეტენზიებით, ამბიციით შემოვიდა ჩინეთი, რომ მას სურს იყო ზეს სახელმწიფო, ნახეთ, მათ სამყარო გაასწორეს, გაათანაბრეს. ამიტომ არის პირდაპირ დარტყმა ევროკავშირზე, იმიტომ ის როგორც პოლიტიკური სუბიექტი უკვე ზედმეტია ამ მოთამაშეებს შორის, ის უნდა დაინაწილონ. დღეს რაც მიდის ევროკავშირის მიმართ, რომ თქვენ ამბობთ იქ, რა ქვია, კანადა, ეს ბრიტანეთის პოლიტიკური თამაშებია. ბრიტანეთი, გერმანიის, რომლებსაც მე რო ვიყავი მაშინ ბრიტანეთში, მაშინ მახსოვს ბორის ჯონსონმა თქვა ესეთი ძალიან საინტერესო ფრაზა, ეს იყო ბრექსიტის თემები, მაშინ პროცესი მიმდინარეობდა და უკრაინაშიც ჩასული რჩეულად არის ზელენსკის ოფიციალურად. სხვათა შორის მაშინ თქვა ბორის ჯონსონმა, პარლამენტში იყო მიწვეული და თქვა, რომ ევროკავშირის დრო როგორც პოლიტიკური სუბიექტის რა დასრულდა, ახლა დროა სხვა კავშირების. მადლობა. დისკუსიის დროს ცალ-ცალკე არ მინდა თქვენ დისკუსია უნდა გაიშალოს. დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა ეგ არის ურთულესი პოლიტიკა. მე მეშინია ამას გაუძლებს თუ არა. ესე იგი, რაც გულისხმობ, ლავირებები ევროსტრუქტურებთან, ამერიკასთან, სხვა ქვეყნებთან და გაფრთხილება რუსეთთან. ეგ არის ურთულესი პოლიტიკა. მე დარწმუნებული ვარ, ეს რომ იყოს ესეთი პოზიცია. მაგრამ აი ბატონმა კოტე ძანა რომ ევროპასთან არ აქვს ფრთხილი პოლიტიკა საქართველოს. ზოგჯერი სიხისტეც ამართლებს, როგორც ჩანს. მე დარწმუნებული ვარ ამ კურსს, რომელ პოლიტიკასაც ეს ხელისუფლება ეხლა მიყვება ამ კურსს. ეს არის ურთულესი კურსი და დღევანდელი ოპოზიციაც ხელისუფლებაში მოვიდეს, დარწმუნებული ვარ ამ კურსზე. მადლობა. მთავარი ბრალდებები ბატონ დათო იყო თქვენი სრულიად ეთანხმებით ბატონ თამარს თქვენგან გასხვავებული სრულიად სხვა მოსაზრება თქვა. უნებრივია კამათშია ჭეშმარიტება და თქვენი არგუმენტები. თუნებას დავთავ და ახლობით 3 წუთი მჭირდება. ეს იმდენად მოცულობითი თემაა, რომ ამას თქვა ერთი სიტყვით ვერ უპასუხებ. რამოდენიმე თემა უნდა გავაერთიანოთ, ძალიან სწრაფად გავაკეთებ. კი ბატონო. რაც შეეხება პირველ რიგში იმას, რომ დაგვიცვა თუ არა ამერიკამ თქვა 90-იანებში 2008 წელს. პირველი და ერთადერთი, რომ არა ამერიკის შეერთებული შტატები და ის გემი, რომელსაც ხშირად არასწორად აბრალებენ, რომ ამ პამპერსი და წყალი ჩამოიტანა მარტო, რუსეთის ჯარები იქნებოდნენ თბილისში და არა მარტო თბილისში. მე კატეგორიულად ვერ კი ბატონო, ეს მასე კიევი სულ არაცხობს რუსეთს. კი ბატონო, თბილისიც არაცხობდა. ეს იყო მანევრი უბრალოდ. შემოგელეთ, თქვენის ნებართ. კი ბატონო, პრობლემა არ არის თქვენ. თუმცა საკვანძო საკითხია, რასაც თქვენ ბრძანებთ. ეხლა შეხედეთ. გარდა ამისა, ჩვენ რომ მოვაწერთ ხელს რეალურ თუ კი მოვაწერეთ და თუ კი მოხდება ის გადატვირთვა, რომელსაც ახლა ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად, რომ ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის დალაგება შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ ამერიკის ელიტის გავლით. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სულ რომ ერავის დემოკრატიის მექა გახდეს საქართველოს ევროპას მაინც ვეღარ მოვაწონებთ თავს, იმიტომ რომ რაღაც რუბიკონი გადავლახეთ ჩვენ. იმიტომ კი არა რომ ხელისუფლება არ ვარგა, ან ოპოზიცია არ ვარგა, ან ქვეყანა არ ვარგა, არა, იმიტომ რომ ევროკავშირი თulis
რომ სუსტი ხარ. მაგათი კაი დავალაგეთ ევროკავშირთან ურთიერთობა. შედეგი. აი რა მოყვება ამას? აი თუ შეიძლება აი ჩათვალოთ დავალაგეთ ევროკავშირთან ამერიკის ურთიერთობა. მეორე საკითხზე გადავდიოთ ახლა. სად მივდივართ მე? რა ხდება? ვიბრუნებთ ტერიტორიებს. კი ბატონო, დავამთავრებ ბოდიშ ვიხდი. რაც ეხება ევროკავშირის თემას და იმ სიტუაციას ჩინეთი და ასე შემდეგ. მე მინდა უბრალოდ გავაჟღერო ეს სიტუაცია. სავაჭრო ბრუნვა ჩინეთის დასავლეთთან ზოგადად არის 2 ტრილიონზე მეტი. 2 ტრილიონზე მეტი. იმ შემთხვევაში თუ კი მოხდა ის სიტუაცია, რასაც ხშირად ამონათებენ ჩვენთან, რომ ჩინეთის ზესახელმწიფოა რა საკვირველია დღეს, მაგრამ როგორ გახდა ეს ზესახელმწიფო და ყავს თუ არა მას კონკურენტი ამ ასე ვთქვათ ნიშაში? ყავს. ზარდი ინდოეთი, რომელიც დასავლეთის დახმარების პირობებში სავსებით შესაძლებელია ჩინეთის საპირწონე გახდეს, მაგრამ ყიდველი ამ სოფლიო ქარხნის უძლიერესი ჩვენ ამერიკულ ხოლგაზებს საუბრობდით, დიახ. არ გამოვა. არის დასავლეთ ევროკავშირზე პასუხობ ახლა. ძალიან მიამიტი უნდა იყო ადამიანი, რომ ფიქრობდნენ, როგორი გამტარიანობაც არ უნდა კონდეს, ერთადერთი არ არის, მაგრამ აუცილებელი ქვეყანა ვართ, რომ ევროკავშირი, რომელთანაც ჩვენ მამასისლად ხარ დაპირისპირებული და ევროკავშირი რომელიც ეხლა ცდილობს მაქსიმალურად რუსეთის დასუსტებას, ერთადერთი მიზეზი რომ რუსეთი ჩაწიოს და თვითონ გახდეს მოთამაშე და თვითონ ძალიან ბევრი იმაზე ევროკავშირმა მოუხსნა. კი ბატონო ვიცი. ევროკავშირმა შეაჩერა 9 თვის განმავლობაში ის რაც ჩინეთს ეხებოდა, აი სწორედ იმას. და ამის ფონზე უკრაინას აპირებენ 150 მილიარდამდე გაუზარდონ დახმარება და პლუს 7-ჯერ გაიზარდა რეინმეტალის ასე ვთქვათ წარმოება გერმანიაში. ეს კიდე სხვა თემა არის. ისი თქმა მინდა. ძალიან მიამიტები უნდა ვიყოთ, რომ ვიფიქროთ, რომ ევროკავშირი შენი ტერიტორიით გაატარებს რამეს და იყიდის შენგან რამეს, თუ კი შენ მასთან იქნები დაპირისპირებული. სულ შევალთ ამ ევროკავშირში, თუ არ გვინდა და არ არის, უნდა მოსახლეობას არ უნდა. არანაირი პრობლემა არ არის. ევროკავშირი თუ არ გვიცხოვრია, თუ სად იყო ევროკავშირი, რუსეთი ან ვინმე ეს ქვეყანა რო არსებობდა და ცხოვრობდა. მაგრამ საზოგადოების არჩევანი მაგრამ თუ ჩვენ გვინდა რომ ნორმალურად ვიცხოვროთ, რომ წინსვლა გქონდეს, წინ წავიდეთ, ჩავეწეროთ ცივილიზებული ერების მარაკაში ასე ვთქვათ, მაშინ ევროკავშირთანაც კაი ურთიერთობა უნდა გქონდეს და უნდა უპასუხოთ, იმიტომ რომ რისკების დივერსიფიკაცია ვერ გავიგებე რუსეთი და როგორ ვიზღვევთ ამ შემთხვევაში თავს. არა, ვერ დავიზღვევთ ვერანაირად თავს, იმიტომ რომ ჩვენ უკვე გვანახა ისტორიამ, რომ ჩვენ ძალიან მწარეთ ის, რასაც ჩვენ დღეს გადავრჩით 4 წლის წინ, 5 წლის წინ ეს იყო სასწაული. მართლაც უფლის და აი ჩვენს ნევრებზე, ჩვენს სტრესზე, ჩვენს პირად შეურაცხყოფაზე გადდიახ, მეორე ფრონტი რომ არ გაიხსნა საქართველოში. არ დამიწყოთ გთხოვთ კამათი, იმიტომ რომ ჩემო ოჯახმა საკუთარ ჩვენ ჩალაგებული, ჩაბარგებული, უკვე ჩემი მეუღლე არ მოდიოდა, რომ რა დღეს რომელ წუთში უნდა გავსულიყავით ქალაქიდან. თან ამას ვერ ვამბობდით, იმიტომ რომ ვიცოდით რამხელა იყო წნეხი ხელისუფლებაზე. ვიცოდით როგორი იყო პირდაპირ პრემიერზე წნეხი და როგორი იყო სახელმწიფო გუნდზე. ვიცოდით, ეს არის სიმართლე. ტყუილია, რასაც ოპოზიცია ხალხს ეუბნება, რომ ეს არის ტყუილი. არა, ეს არის სიმართლე. ამას თავი დავანებოთ. თქვენზე არ ვსაუბრობ, ზოგადად ოპოზიციაზე ვსაუბრობ. ეხლა რაც შეეხება თვითონ ისევ ამ ხოლგას ევროკავშირი. თქვენ თუ გონიათ რომ მე ამის წინააღმდეგი ვარ, ცდებით. არა. მე იმ ადამიანების გუნდს მე იმ ადამიანების ჯგუფს ვეკუთვნი, რომელიც ამის მხარდამჭერია, რომ საქართველოს ყოფილიყო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ნახეთ რა ხდება. ჩვენ როდესაც საუბრობთ პოლიტიკურ წყობაზე, პოლიტიკურ სისტემებზე, პოლიტიკაზე, გლობალურ პოლიტიკაზე, რომლის ნაწილიც არის საქართველო, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ რა პერიოდში ვცხოვრობთ. როდესაც ჩვენ გვესაუბრება ოპოზიცია, ისინი საუბრობენ, სულ საუბრობ, ისინი არიან წარსულს პოლიტიკაში ჩარჩენილები. იმიტომ რომ 4-5 წლის წინ ჩვენც ისევ საუბრობდით, ანუ ევროკავშირთან მიმართებით. ჩვენ მოვაწერეთ ხელი ოცნება მოვაწერა ასოცირების ხელშეკრულებას. ჩვენ მახსოვს ღამეები გავათენეთ. ჩვენ სტატუსი რომ მიყო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ნახეთ რა ხდება, შეიცვალა გლობალური პოლიტიკა. შეიცვალა თამაშის წესები მსოფლიოში. შემოვიდნენ ახალი მოთამაშეები. ნახეთ, საქართველოს დიახ გეთახმებით რომ ჩვენ გქონდა ერთი ქუდი, გამოვიცვალეთ ქუდი, დავიდგით მეორე ქუდი, დასავლეთის ქუდი გქონდა. არა, როგორ არ დავიდგით, რას ლაპარაკობთ ბატონო დავით? არა, რას მელაპარაკებით ბატონო დავით? გლობალურ საკითხებში კი არა, ქვეყნის შიგნით დეპარტამენტის ხელმძღვანელს ვერ ნიშნავდი სამინისტროში, ამერიკის
ამერიკის ელჩის თანხმობის გარეშე. მე ვარ ამის შემსწრე. ეგ პოლიტიკური ქუდი არ არის. ეს არის დომინაცია. რას ქვია დომინაცია? ეს არის მორჩილება. ეს არის პოლიტიკური ანექსია. რას ლაპარაკობთ ბატონო და ეს იყო პოლიტიკური ანექსია. პირდაპირ გეუბნებით, რა ანექსიაც იყო რუსეთისგან, ოღონდ ფიზიკური, აქ იყო პოლიტიკური ანექსია. არა, ქუდი, არა, ჩვენთვის ეს იყო, ჩვენ ესე გვაა, ჩვენი მინდა რომ ეს იყო პოლიტიკური ქუდი, რომ ჩვენი უსაფრთხოებისთვის ჭერდებოდა. დავასრულეთ. არა, ნახეთ, ბატონო დავით, ნახეთ, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პოლიტიკური ქუდი იყო თუ არა. ოფიციალურად გამოცხადებული იყო, რომ დასავლეთის კურსი იყო ჩვენი არჩევანი, დიახ, ასე იყო იმ პერიოდში, ჩვენ სხვა არჩევანი არ ქონდა. აბსოლუტურად ვეთანხმები ქართულ საზოგადოებას. ჩვენ არ ქონდა, მაგრამ ქუდი არ იყო დღევანდელი გადასახედიდან. მაგრამ მაშინ ხომ ჩანდა ესე? მაშინ ჩვენ ვიცოდით, რომ ჩანდა და ქუდი ერთ და იგივე. არა, ბატონო დავით, ერთი წუთით. ბატონო მერაბ, ერთი წუთით. ჩვენ რომ ხელშეკრულებას თქვენი აზრით, თქვენი შეხედულებით მოვაწერთ ამერიკასთან, იმ ხელშეკრულებაში რა ჩაიწერება? რა წერია სიტყვაზე? რა წერია? სამხრეთ კორეის შემთხვევაში. რა წერია? რომ ნებისმიერი აგრესია სამხრეთ კორეის მაგის იქით რა ჩაიწერება? მარტო მაგას დაგჭირდება ამერიკა, თქვენ როგორ ფიქრობთ? არა, უკაცრავად ბოდიშს ვიხდი. ამ სოფლიოში ყველაფერს ერთი წუთით ბატონო დავით, აი ეგ არის. ნახეთ, ჩვენ ვიღებთ დაცვას. ის რას იღებს ამერიკა ჩვენსგან? თქვენ ხო მაინც კარგად იცით, რომ ნებისმიერი სახელმწიფო ერთ-ერთს არ დახარჯავს ჩვენს ქვეყანაში მისი ინტერესების გარეშე. ამერიკის შეერთებული შტატების ღიათაა გაცხადებული, მათ შორის რუბიო გრემის დაჯგუფებას, რომ მისი ინტერესები კავკასიის მხრივ არის უზარმაზარი. როდესაც მთელი რეგიონი ჯდება ერთ ტრენდზე, დამერწმუნეთ რა საქართველოს რომელიც ამის განუყოფელი ნაწილია ამ ტრენდის. ბოდიშით ბატონ დავით, სომხეთ აზერბაიჯანის ზანგეზურის დერეფანში საქართველოს არც ნახსენები იყო, არც უსაფრთხოების დოკუმენტში არ იყო კავკასია. კი ბატონო, არა, გახსენებთ მე უბრალოდ ამას როგორ კი ბატონო, იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომ დღეს საქართველოს ზუსტად იქიდან გამომდინარე, რაც ბატონმა მერაბმა ბრძანა და ძალიან სწორედ ურთულესი სიტუაცია გვაქვს ეხლა ჩვენ ხელისუფლებას, ურთულესი. ბართლა ბეწვისხიძე ატარებდა. კარგით, გადავალთ სხვაგან, ანუ რას მიზე მიდის საუბარი, რომ შეიცვალა მიმართულება ამერიკასთან აღარ მივდივარ. საქართველოს არა, ნახეთ, ჩვენი პოზიცია ჩვენი პარტიის, ჩვენი პირადად და ჩემიც არის ყოველთვის, რომ საქართველოს ჭირდება ამერიკის შეერთებული შტატები როგორც ერთ-ერთი ძლიერი პარტნიორი. აუცილებლად გვჭირდება. ის რომ ჩვენ ამერიკასთან არ უნდა გქონდეს, ეს გამორიცხულია. ეს არაფრით არ შეიძლება. ამერიკა ჭირდება საქართველოს. ისევე როგორც აუცილებლად გვჭირდება ევროკავშირთან, ოღონდ არა ასეთთან, ასეთ უსამართლო ევროკავშირთან, რომელიც რაღაც ისეთ რაღაცებს გვეუბნება, რომ ელემენტარული ხალხის კი ხდება ამას, მაგრამ ერთი წუთით ძლიერ ევროკავშირთან და არა შიდა დაპირისპირება. ასეთ უსამართლო ევროკავშირთან, კი ბატონო. და ისე დავამთავრებ, თუ შეიძლება ბატონო. არა, არ გამოვა ესე. დაასრულებს ბატონი კოტა და შემდეგ თქვენ. ასევე აღმოსავლეთიდან, ჩინეთ, ინდოეთიდან და სამხრეთის სახელმწიფოებთან. ჩაკითხება, როდესაც აზრს იტყვის. კარგით, კი ბატონო, დაბალანსებული კი ბატონო. კავკასიის იხსენა წეღან, რომ დაინტერესებულია ევროკავშირი და ეს და. უბრალოდ გეკითხებით, რუსეთი ვიდრე სიცოცხლუნარიანია კავკასიას დათმობს? კარგით, მადლობა და უსამართლო ევროპა. ხო, მაგრამ უსამართლო ევროპაზეც მინდა თქვენი როგორც მომხრის პოზიცია ახლა. ჩავეტევით თუ სამწუხაროდ. დიახ. არა, ჩემი პასუხი არის არა. ბოლო წლამდე იბრძოლებს რუსეთი ამისთვის, რომ ეს არ დათმოს და რა არის ბატონო მერაბ რუსეთის მოთხოვნა. მე ყოფილი ერჩივა რუსეთში და სხვადასხვა სწავლობდი კიდევ მე არაფერი არ მაქვს რუსი ხალხის საწინააღმდეგო პირიქით. მე თავიდანვე ვიტყვი და ყოველთვის ვამბობ და ყოველთვის წერ ამაზე, რომ რუსეთის გეოგრაფიას არავინ არ შეგვიცვლის და რუსეთთან უნდა გქონდეს კარგი ურთიერთობა, უნდა ვნახოთ საერთო ენა და უნდა ვნახოთ საერთოდ ყველასთან საერთო ენა, მე თუ მკითხავს დიპლომატია თანამედროვე მაგას მოიწევს. თუმცა მოდით გავითვალისწინოთ რუსებთან ურთიერთობაში ის მოცემულობა რომ მათ ოკუპირებულია. ბატონ კოტე, მოდით ეს დავასუსტოთ რა. კარგით, იმიტომ რომ მაყურებელი გვიყურებს, ოკუპირებული აქვს ჩვენი სუვერენული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვეულია რუსეთის მხრიდან. ამიტომ მათთან საუბარი ჩვენი ხელისუფლების პოზიციაც დღეს არის, სწორი ამასთან ის ამბობს სანამ არის ოკუპირებული, არ ადგება დიპლომატიური ურთიერთობა, ხო განცხადება ამ შემთხვევაში ხელისუფლება აკეთებს სწორ განცხადება.
აი ხა არა, მიყვეთ ამას, მეც ვიზიარებ ამას, სანამ ისინი არ აღადგენენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს კარგი ურთიერთობა არ იქნება, მაგრამ ჩვენ თქვათ ახლა ხო ბატონო თავთან რომ საერთოდ არ გვიდა რუსეთთან ურთიერთობა, არანაირი ეს რა თქმა უნდა არ იქნება სწორი, მე ამას ვაღებ, მაგრამ ეს ურთიერთობა დაიწყება გეთანხმებით, ეგ მაგაში აბსოლუტურად, როდესაც ტერიტორიული მთლიანობა და ოკუპანტი არ იქნება და ამ ტერიტორიის დამკავებელი არ იქნება. მაგრამ ნახეთ, აი კარგი კითხვა დასვა ძალიან ბატონმა რანაირი მოთხოვნა აქ დღესაც უსვებს, ქონდა ყოველთვის და ახლაც, ნახეთ. არ ამბობს რომ ევროპასთან უექნება საქართველოს, ჩემი გავლითო, ნახეთ. ჩემი გავლით ერთხმაშინ ვისაუბრებ. ხო, ფაქტობრივად დავას გეუბნება, ხო? აქ ჩამოდით, მე რა, ბიუსელში გავხდენდი, ბერლინში და ასე იყო ყოველთვის ჩვენ ჩემ ახალგაზრდობაშიც რო წასულიყავი, სადმე ჯერ მოსკოვში რო წასულიყავი, იქ მითთან შენო, როცა სწავლობდი, როცა ასპირანტურაში სწავლობდი, რა, რო წასულიყავი, იქ უნდა მისულიყავი, იქნებათოს მოგდი. მაგრამ უთხრა ახლა სომხეთსაც. აი, მას ეუბნება სომხეთსაც. არ წახვიდე ევროკავშირისკენ, არა. მე შემითანხმევა. მე მითხარიო და მაგას ეუბნებოდა უკრაინაში როგორ დაიწყო ომი. ხო გახსოვთ ყველას? რომ მე დამშვით იმ მაგიდასთან ხო, ეგ ასე იყო. მე დამშვით იმ მაგიდასთან, სადაც ელაპარაკებით, ეს იყო საფრანგეთი, ეგრეთ წოდებული მინსკის ქვეყნების მიმართ და რო არ დასვეს იმ მაგიდასთან, ამას მოყვა და იმას ამბობს ის, რომ წინ უძღოდაო ამ ხედველობაში აქეთ. ნახეთ, ეს არ არის სწორი მოთხოვნა, რომ გინდა რომ საქართველოს კონდეს ევროკავშირთან ურთიერთობა მოსკოვის, ეს არ არის სამართლიანი, რა თქმა უნდა და ეს არ არის, რას ახლა სამართლიანობას ეხება. და რატომ მაგალითად როდესაც მე ჩემი შეხედულება აქვს ამაზე, როცა ვამბობ, რომ რატომ მოტრიალდა ევროპისკენ იგივე ოქროს სამკუთხედი არაბეთის, ხო, რომელშიც ტრამპი ჩავიდა და ტრილიონებზე დაუდო ხეშეკულება და ეს ყველაფერი შეტრია და ისინი ახლა უკრაინასთან დებენ ხეშეკულებას და გერმანიასთან სხვათა შორის. და რამდენიმე დღის წინ დაიდო ხეშეკულება გერმანიას, უკრაინას, აი რეინმეტალის გარდა, რომელსაც მართლა 300% გაიზარდა კაპიტალიზაცია, დაიდო ხეშეკულება, ბატონო, რა, ესეთი არის quantum systems, რომელიც აი გერმანული გიგანტი, რომელიც აი დრონებს და ამას აწარმოებს, ოღონდ დიდ და ძვირად ღირებ. და quantum system-ა უკრაინასთან დაიდო ხეშეკულება თავდაცვის მინისტრი იყო ჩასული მერცის. და მერსედესი ჩაიყვანა. ტელეფონში სწორედ ამიტომაც ვიხედები ძალიან ბევრი მაყურებელი გვწერს ხოლმე და ძალიან რენტაბელურ კითხვებს. ამიტომ მინდა ეს გადაცემა ხომ მაყურებლისთვისაა, ჩვენთვის ხომ არა, ამიტომ მათი კითხვების გაჟღერება არის ჩემთვის პრიორიტეტი. უყურეთ, უკრაინის მაგალითი რომ მოყავსო ბატონ კოტესო, რა მიიღო უკრაინის სახელმწიფომო ამითო გაუბედურებული ხალხი ძალიან ბევრი სისხლი და ასე შემდეგ. საზოგადოების რაღაც ნაწილი გეკითხებათ ამ საკითხთან დაკავშირებით. სახელმწიფო საერთოდ უკრაინას ჰქონდა იდენტობის პრობლემა. და სერიოზულად ქონდა, არავინ არის თუ და იყო ეს უკრაინა, არაფერი საიდუმლო ამაში არ არის. უკრაინამ ერთი მიიღო რომ გახდა იდენტობა, თელმა მსოფლიომ გაიგო რომ უკრაინის სახელმწიფო არსებობს. ერთი, მეორე, უკრაინა იქნება ეს უკვე ფაქტი, ამას ვერაფერი ვერ მომენტო რომ რუსეთი დასუსტდა, რომ უკრაინა იქნება პოლონეთთან ერთად და ამ ევროკავშირთან ერთად ერთ-ერთი ფაქტობრივად ციტადელი და საზღვარი, რომელიც ფაქტიურად იქნება ისრაელის მსგავსი ხო? ტერიტორიების გადაშენებით. რომელი ტერიტორია? არა, დაკარგული, არავინ არის დაკარგული არის თუ არა. ის ჯერ რუხი ზონაა, დაკარგული იქნება ბატონო მე. ჩვენ ხო აფხაზეთზე არ ლაპარაკობთ დაკარგულზე. სიტყვა არ გივრუნდება, ხო? ისევე 10 უკრაინელი ასოლის ათვლის დონბას დაკარგულად ანყილებს. ეს არის რუხი ზონა, შევთანხმდეთ, ხო? დიპლომატიურად ასე ქვია. ჯერ 10 არავისი არ არის, ეს არის დაკარგული ზონა. კი, ფედერაციას რუსეთის აქვს როგორც მასე აფხაზეთსაც გამოაცხადა, მაგრამ ეს აფხაზეთი ჩვენი იქნება. როგორც თქვენ გიყურებთ ისე იქნება აუცილებლად ჩვენი. თუ რომ სოფლიო იცვლება, ახალი წესრიგი მე აბსოლუტურად და სულ სხვა ახალი წესრიგი ყალიბდება, მაგრამ აი რასაც მაყურებელს აინტერესებს, უკრაინა იქნება ჩვენი მეგობარი ძალიან დიდი სახელმწიფო, ძალიან დიდი ევროკავშირის შემადგენლობაში და ამისთვის იბრძოლეს. ამისთვის ბრძოლა ის ხმის უფლებით აპროტესტებს ზელენსკი, რომ ეს აუცილებლად იქნება. ჩვენ ნახავთ ზელენსკის ელაპარაკება ყველა. ეს რუსეთს და რუსეთის ამას აღიარებს, მოუწევს. ვფიქრობ ზელენსკის ამ ნაბიჯზე, მე ვფიქრობ, რომ სხვაგვარად არ გამოვიდა საქართველოს რუსეთის მიმართ ესე იგი ჩათრევა და ეს ერთ-ერთი დიპლომატიური ნაბიჯია, რომ საქართველოს იქნება საქართველოს ჩათრევა. იმდენი იარაღი აქვს უკვე უკრაინას. ახალ რაკეტებს უშვებს, რომელიც ამერიკა დაინტერესდა, დღეს დისკოლი ბატონო კოტო, იარაღი არაფერს არ ნიშნავს.
ეს აბა არ მიაქვს ჩვენ რითი უნდა მიეხმაროთ რესურსი არ აქვს ცოცხალი ძალა არ აქვს რითი უნდა მიეხმაროთ რუსეთი იარაღი რო აქვს რუსეთს ის უნდა იკითხო არა ამ პროვოკაციასაც ეგ უარეს საკეთებს იარაღს აძლევს უარეს საკეთებს აი მეწმუნეთ დამიჯერეთ მე ზოგჯერ გავიაზრებ რომ ეს დათვი ისე არ გამწარდეს და არ გადადგას ის დამიჯერეთ რაც კომბინაცია აი ჭყალები როგორ გეკა ბატონო კოტე უკრაინა ვერასოდეს ვერ იქნება 15 წელიწადია რუსეთს მიმართებაში მე ესე ვფიქრობ და ჩვენი პოზიცია უკრაინა ვერასოდეს ვერ იქნება ჩვენთვის მაგალითი და რატომ საქართველოსთვის უკრაინა თვითონ პუტინმა დაასამარა უკვე так что ზელენსკის დახმარება არ დაჭირდა უკაცრავად ქალბატონთან ანუ უკრაინა ჩვენთვის მაგალითი ვერ იქნება და რატომ უკრაინას არა ხო არა ვაძარებენ ბატონო არა ეს მათი მოს არა სულ სხვა რამე თქვა გეთახმებით მაგრამ მე ვსაუბრობ შეხედულებებზე, რაც საზოგადოებაში ერთნახეთ, უკრაინა ჯერჯერობით სულ სხვა გეოგრაფიული მდებარეობა აქვს მას, საქართველოს სულ სხვა. დღევანდელი გლობალური პოლიტიკიდან გამომდინარე, უკრაინის მიმართ ინტერესი სხვა ქვეყნებისგან სხვა არის, საქართველოს მიმართ ინტერესი მთელი მსოფლიოსგან თანაბარია. ნახეთ რას ვაპარაკობ? არა. ამერიკა, ევროპა აღმოსავლეთი, სამხრეთი სახელმწიფოები და ჩრდილოეთი აბსოლუტურად თანაბარია ყველა ვექტორისგან ჩვენი თანაბარი. შავი ზღვაში ერთიანდება ჩვენი ინტერესები. უკრაინა შავი ზღვის სახელმწიფოა, ჩვენ შავი ზღვის სახელმწიფოა. ამიტომ ის ანაკლია შემთხვევით არ არის მთავარი თემა. შექმნეთ ეს სამხედრო პოლიტიკური თემა, ხო? გვადგება უკრაინა. არა, ვერ გვადგება, იმიტომ რომ ბატონო საქართველოს აქვს მისი კონკრეტული რეგიონი. უკრაინას არ ჰქონდა მისი რეგიონი. უკრაინა იყო რუსეთსა და დასავლეთ ევროპას შორის. ანუ უკრაინა ვერც ვიტყვით ევროპაა თუ რუსეთია. ტერიტორია ვისია. თუ კი შევა ევროკავშირში იქნება ევროკავშირის, მაგრამ ჯერჯერობით არ აღირსეს თუნდაც სიტყვიერადაც მაგის თქმა რომ ის გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ქვეყანამ, რომელმაც ამხელა სხვერპლები ტერიტორიების და მაგრამ ხმები არ ყოფილა არაოფიციალურად. მოდი ვთქვათ ეს როცა მეცი ამას დოკუმენტებში არაოფიციალურობა რამდენად სასაცილო თემაა ბატონო კოტე ხლა პოლიტიკური ხრიკებია ეგა რომ უკრაინელ ხალხს გული მოიგო თავარი ბეჭედია ბატონო კოტე არა რას ლაპარაკობთ თავარი ბეჭედია ბატონო კოტე დისკუსია ეს არის ვაცადოთ ერთმანეთს სტატუსს გაძლევენ შენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ხარ თუ არა ეს უნდა დაიწეროს ფურცელზე და დაერქვას ბეჭედი საფრანგეთი დღეს ცოტა ისე მოიხსენიეთ რომ ეს ძველად იყო და ახლა საფრანგეთი არის ერთადერთი ბირთვული სახელმწიფო ევროკავშირში ერთადერთი და საფრანგეთს დღეს აცხადებს იმას, იმიტომ რომ საფრანგეთო მაკრონს აქვს დღეს უფლება მაკრონი ელაპარაკება ირანის პრეზიდენტ პეზეშკიანს კვირაში ერთხელ. უკრაინაზე საუბრობთ, კი. ერთადერთი. დაურეკა ჩვენი ფრანგული დიპლომატია ჩაანაცვლა გერმანულმა უხეშმა პოლიტიკამ მეთქი ეს ამბობ. გერმანელები არ არიან. ევროპას დღეს ორი ლიდერი ყავს, არა ევროკავშირის ბრიტანეთი და მეორე არის საფრანგეთი. ჩვენ გამოგვადგება თუ არა დასრულეთ ეს დისკუსია. არა, არ გამოგვადგება. უკრაინის მომავალი მე ყოველთვის ვაკრიტიკებდი რომ უკრაინა და მოლდოვა და საქართველო რატომ იყო ამ სამეულში, იმიტომ რომ მათ სულ სხვა გეოპოლიტიკური მდებარეობა, სულ სხვა პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდათ. თავიანთი ქვეყნები ორ მაგალითს მოვიყვანოთ და საქართველოს სულ სხვა მაგრამ ვის ხავს დღეს ყველაზე დიდი თვითმფრინავი სოფლიოში, რომელსაც King of Sky ქვია და რომელსაც ტაშუკრას და რომელსაც ბოინგი ჩაძია და თითქმის. მოსახლეობა მითხარით რამდენია ბატონო? არა, მაგათი უკრაინა ნაწილია უკვე ჩემთვის. მე მაგ ჩემი შეხედულება. ჩემთვის არის 600 მილიონიანი ევროპის ნაწილი. თქვენ გონიერი კაცი ბრძანდებით და როგორ შეიძლება უკრაინა საქართველოს პარამეტრებში ევროპა რასაც უკეთებს უკრაინას რასაც უკეთებს თუნდაც ფულადი დახმარებით თუნდაც ეხლა თქვენ ბრძანეთ დრონების ხელშეკრულება გაუფორმაზა. თქვენ აქ ვეხედავთ ფარულ ჩანაფიქრს უკრაინა გაიყოს ევროპასა და რუსეთს. კი, გაიყოს, გაერთიანდეს. არა, რატო ტერმინს რატო ხმარობთ ბატონო მე? ანუ ისინი თავაზობენ ევროკავშირი არის წესებზე დაფუძნებული ერთობა. წესებზე დაფუძნებული ერთობა. ესე იგი რუსეთი დათმობს უკვე იალტას შავი ზღვის დაშეული რუსეთს გააკეთებს. დნებს დათმობს როგორ ფიქრობ? ისო დღეს გამოაგორეს. და ევროპა წაიღებს ამას ყველაფერს. ატომური ბომბი და ესვის ატომურ ბომბს უკრაინას თქვენ დაწონებული ხართ ამაში? არა, მე მაგრეთვან ნუქდას მაგაში. არა, ხო, ეს არის დაწონებული უკრაინას გაიყოფენ. სხვა იარაღი არა. ამერიკა უკრაინაზე უარი თქვა მიუგდო ევროპას. არაფერს არ გაიყოფენ.
მთლიანად უკრაინა შევა ევროკავშირში. თავის დონბასით, თავის ყირიმით. კი ბატონო, ამას სხვა პოლიტიკური ბატონ დავითის მთხოვოთ და შემდეგ სამი წუთი მაქვს. კი ბატონო, ხო, მაგრამ ეს არის დისკუსია. ანუ მიხდით შეიძლება ვიღაც ჩაგერიო ჩვენ არ აგვაქვს 2 წუთი თქვენ 2 წუთი თქვენ ეს არა. კი, არა გიხსნით. ხო, მადლობთ, არა ვარ საკითხს დიდი მადლობა. ეს კი პირველი შეხედეთ ხალხო. ეკო შენ ძალიან საინტერესო რამ თქვი რუსეთის ტერიტორიასთან დაკავშირებით. დღეს იურიდიულად თუ გავყევით უკრაინას აქვს ოკუპირებული რუსეთის ტერიტორია რუსეთის კონსტიტუციის მიხედვით, ეს ერთი. ის რომ უკრაინა ციხესიმაგრე გახდება აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ კოტეს. რაც შეეხება იმას რომ ევროპა ასე ვთქვათ თავისი მერკანტილური ინტერესები აქვს მიერ ბუნებრივია. ევროპამ იწვალა იმდენი ხანი რომ მიეღო როგორმე დეკლარირებული ჯარი და საპირწონედ ჰქონდა. მან ეს დეკლარირებული ჯარი მიიღო, რაზეც უკრაინელები დათანხმდნენ. სხვა საკითხია ქართველები უნდა დათანხმდებოდნენ თუ არა გამომდინარე ზუსტად იმ მდგომარეობიდან რომ ჩვენი შედარება 40 მილიონი კაცის და სამის შეუძლებელია. გარდა ამისა, რატომ გიგვირთ ეს ყოველთვის მიგვირთ ხოლმე? რატომ გიგვირთ რომ ვიღაცა ცდილობდა საქართველოს თუ უკრაინა ცდილობდა საქართველოს ომში ჩართვას და ამის სურვილი ჰქონდა? არა, თქვენზე არ ვამბობ, ზოგადად ვამბობ, არის ჩვენთან გარკვეული სიტუაცია და გაღიზიანება ამით. როცა ქვეყანა ომშია, ის ცდილობს რაც შეიძლება მეტი ადამიანი მეტი ქვეყანა ჩართოს თავის მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. ეს ბუნებრივი სიტუაცია, არაფერი ამაში სასწაული არ არის. მესამე, გარდა ამისა, ხა უკრაინის სიტუაციის შედარება შევა ევროკავშირში არ რასაკვირველია ბეჭედი ვაკვირა ძალიან საინტერესოა. ბატონ დათო, ეს უნდა იყოს მაშინ ღია მოკავშირეობა, არასოდეს არ არის ფრონტის დროს, მაგრამ თან ევროპა ჩვენ იმას გვარწმუნებს, რომ ეს მოწოდებები არ ყოფილა საქართველოს მისამართით. მაშინ უნდა ღიათ განაცხადოს. მე არ ვიცი ეს ყოფილა თუ არა, მაგრამ არა, მე გეოგიფასუხეთ იმის საპირწონეთ, რაც თქვენ ბრძანეთ, ხო? და სახელმწიფო ირჩევს მერე, ან იღებს მონაწილეობას ამ მოკავშირეობაში ან არა. ეკა იცით, ჩვენ თუ დავიწყეთ სამართლიანობის ძებნა პოლიტიკაში ძალიან სხვაგან წავალთ აბსოლუტურად. არსებობს ერთი რამ, არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ინტერესები. მათ შორის პირველ რიგში ეკონომიური ინტერესები. ზუსტად აი ამ ეკონომიური ინტერესების ნაწილი რომ დავხვდეთ. რატომ არ არის რუსეთთან ურთიერთობა ჩვენი ეკონომიკური ინტერესები? ოკუპანტია, როგორ არ არის ურთიერთობა? მე ყოველთვის ვამბობდი და კიდე ერთხელ ვიტყვი. რუსეთთან ურთიერთობა ჩვენ ყველა ვარიანტში მოგვიწევს და უნდა ველაპარაკოთ და ეხლაც უნდა ველაპარაკოთ. ოღონდ ერთი ოღონდ მაქვს. მათ შორის ოკუპირებული იქნება ტერიტორიები თუ არა, მაინც არის საჭირო საუბარი. მე ერთ რამეს ვერ ვხედავ ჩემ და სამწუხაროდ. მე ხშირად მაბრალმე რუსოფობი ხარ, აბსოლუტურად არ ვარ რუსოფობი, უზარმაზარ პატივისცემ რუსულ კულტურას და რუსულ ერს. მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში, სხვათა შორის იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც პირდაპირ რუსული ერის მტერია. და პუტინმა დაასამარა რუსეთი და კიდევ უფრო დაასამარებს ესე თუ გააგრძელებს და გააგრძელებს. იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ მაქვს. მე რო ეხა მქონდეს საშუალება და დავიწყო. რო დავიწყო ეხა საუბარი დეკლარირებული მიზნებით, რომელთაც დაიწყო და სადამდე მივიდა ეხლა დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია 97 წელს ნატოს ჩაწევა, აღმოსავლეთ ევროპას რუსეთის დათმობა და ასე შემდეგ. არა, ბოდიშს ვიხდი, რუსი ხალხი არაფერ შუაში ეს იყო პირად ვოვას ისინი ირჩევენ მაგას და ჩვენ არ ვირჩევთ. ვოვა ირჩია ხა რუსმა ხალხმა 26 წელი ირჩევენ კი ბატონო. თუ უნდათ შეეძლოთ. არა, ეს სხვა თემაა. უარესი დიქტატორები რა თქმა უნდა ხალხის მიერ ბეჭდაში გამოტანილი ეს პოზიცია მოგისმენია. ბევრი ჩემი ახლობელი ცხოვრობს რუსეთში და სულ სხვა პოზიცია უკრაინა დაანგრია ზელენსკიმმა. ვლადიმერ პუტინმა 40% ნავთობ გადამამუშავებელი და ქიმიური წარმოების განადგურა რუსეთის. მე არ გეკამათები ბატონო კოტე არ გეკამათები მაგაში. მაგრამ მე ვამბობ რომ რუსი ხალხი ირჩევს იმ კაცს და თუ კი რუს ხალხს არ უნდა და უარესი დიქტატორები გადავყენებია. თუ შეიძლება ინტერაქტივს, არა, ერთი წუთით ინტერაქტივს შევახსენებ თუ შეიძლება მაყურებელს არის ძალიან მაღალი ჩართულობა, ბევრი კითხვა და სამწუხაროდ ვერ ვასწრებ რომ თან ტელეფონშიც ვიყურო. არის თუ არა ევროსტრუქტურების პოლიტიკა საქართველოს სადმი უსამართლო კი არა მიჭირს პასუხის გაცემა სატელეფონო ზარი არის უფასო და შეგიძლიათ YouTube არხზეც გამოიყენოთ თქვენი ხმა. ბატონო მერაბ, შემდეგ ბატონო დათო და ბატონო კოტე და დაასრულეთ საინტერესოა თქვენი მოსაზრება ამის შესახებ, რომ ცხადია ხა ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ლიბერალურ, ასე ვთქვათ, სამყაროს შემქმნელებს ჩანაფიქრი აქვთ, რომ რუსეთი დაიშალოს და რუსეთი როგორც სახელმწიფო იყოს მართვად. ეს ფაქტია. მაგრამ აქ არის ცოტა შეიძლება პროვინციული განაცხადი, მაგრამ მაინც მაფიქრებს მე ერთი რამ. რუსეთი რო აგრესორია და
რუსეთი რომ მის გარშემო არსებულ ქვეყნებს და მით უმეტეს პატარა ქვეყნებს როგორც ჩვენ ვართ ყოველთვის თათს წამოკრავს და შეაშინებს ეს გასაგებია მაგრამ რუსეთის დაშლა რუსეთის სახელმწიფოს ასე ვთქვათ დანაწევრება ეგ არ შედის ევროპის ინტერესებში არ შედის ეს იმიტომ რომ რუსეთი რო დაიშალოს ევროპას ჩინეთი დაიკავებს რუსეთი არის ბარიერი გეოგრაფიული ესე იგი რუსეთი შედის არა ესე იგი რუსეთი როგორც რეჟიმზეა საუბარი რეჟიმი რომელიც აბსოლუტურად მეტახმები დაწოს აი რუსი ხალხის საწინააღმდეგოა პეტერბურგს და მას ბომბავენ რაღაც შეიძლება დაიშლება რუსეთი არ დაიშლება კალათონთან რუსეთის სახელმწიფო რუსეთის სახელმწიფო ასე ვთქვათ, ფუნდამენტი არის მართლმადიდებლობაზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ რუსეთის სახელმწიფო ხელისუფლება, რეჟიმი თუ დაიშლება და ფუნდამენტი მართლმადიდებლობა ჩამოინგრევა, ჩვენ მე საქართველოს პატარა ქვეყანა, რომელიც ასევე მართლმადიდებლურ ფუნდამენტზე დგას და მართლმადიდებელი აცხოვრობს რუსეთში ამის არა, როგორ აცხოვრობს, მაგრამ ახალგაზრდობა ლიბერალურ სამყაროს ეხლა პუტინი რო აწყობდეს, იქ იმდენი მას კი არ მოუწყობდა ობსტრუქციას და იმას. ლიბერალები მესმის, მაგრამ ხოდა ამას ასე და ჩვენ ვსაუბრობთ ეხლა პირდაპირ რაღაცა, ზედაპირული რაღაცაში მართლებივად, მაგრამ ამას რო შიდა დინებები აქვს როგორც ევროსტრუქტურებიდან მოდის იქ კანონიდან ამოღო იქ ქალის და კაცის ასე ვთქვათ დაქორწინებები ეს მთელი იდეოლოგია რომ მოყვება ამას საჭიროება ნახეთ გადატრიალებულია ამ დინებებს ჩვენ გაუძლებთ ამ დინებებს კანონები არ არის თორე რაოდენობა მევნე არის კაცის და ქალის არა არ შეიძლება მაგრამ ამოთხოვნებია ხა ეკამახსენა წერა არა პირდაპირ წერია პირდაპირ ეგეთი მოთხოვნა არის არა ევროკავშირი არა წაგიკითხავთ ევროკავშირიდან პირდაპირ მოთხოვნა ამ კანონის გაუქმება კი ბატონო ოჯახის სიწმინდის შესახებ მოსკოვის მექანიზმი თავისუფალი არჩევნების შესახებ საკანონმდებლობა გაუქმდეს კანონი გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ გრანტების შესახებ ასევე შეწყდეს სტიგმატიზაციის და დაშინების კამპანია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შესახებ პოლიტიკური ოპონენტების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებისა და LGBT პირების მიმართ და შესაბამისად შეიცვალოს კანონები მათი მისამართით. ასევე ამას უწოდებენ ჰომოფობიურ კანონს, სახელად ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი. მეტი იმკაფიობა ამ მისამართით მეციტირებები წაკი. კიდევ უფრო ძლიერი შესულია კონგრესში და დღეს ამერიკა იღებს იგივე კანონს. რასაც ითხოვენ, ეგ არის პირდაპირ ეს კანონი არ ქონია საქართველოს დღემდე მოვიდა, გადარჩა ოჯახი, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ამ კანონის მიღების აუცილებლობა დადგა საქართველოში. აი ლიბერალიზმი არა, მე აბსოლუტურად გეთახმები. კანონი მინდა იმისთვის მე ამ ბატონ მერავს ამას. არა, ბატონო დავით, ნახეთ რა. არა, ნახეთ რა. არის LGBT ითხოვს თუ არ ითხოვს ეს ჩვენი გადასაწყვეტია. არა, მე გეკითხებით. ბატონო დავით, არ აქვს ეს ინფორმაცია? ითხოვს მათ მიმართ ბულინგის შეწყვეტას. არის ეს იდეოლოგია. ბატონო დავით, ეს იდეოლოგია ზის როგორ ახალგაზრდებს, იცი? აი ეხლა მოусმინე. მე რომ პატრიარქის პატრიარქის დაკრძალვას როგორ აფასებს, მე ჩოხებში გამოწყობილ ტრადიციულ ტანსაცმელში ჩაცმულ მამაკაცებს და ბავშვებს როგორ აფასებს და ეგ რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა 1%-ია. ის პროცენტი, კაი, რამდენი პროცენტი იყო ბატონო დავით, იეღოველები რო შემოვიდნენ. იეღოვა რო შემოვიდა. ქვეყანაში და დღეს რამდენი პროცენტია ნახეთ. მე მაგათ კი არ ვიცი. არა, გასაგებია, მაგრამ ყველაფერი მზარდია. რასაც შენ სადაც დაგასუსტებენ, შენ საფდენზე მართლმადიდებლობაში. ცხადია ის გაიზრდება. არ უნდა მისცეს საშუალება. აი, გეკითხებია როცა კანონებს შეგიცვლის მისცემა და იქნება. შვილის ბედი არ გადარდებ, თუ კი პროპაგანდის ქვეშ მოხდებაო, პროპაგანდაზე, ანუ ადვილად ხელმისაწვდომ მასალებზე LGBT პირების მისამართით, ანუ კულტივაცია, მათი აქციების ჩატარება, ანუ აქციებზე იყო საუბარი, რომ უსთაველზე ჩაეტარებინა. არა, ეგ არის გარც უნდა მომხდარიყო.
ხო და ამას ითხოვს ევროპა შეზღუდვად ეს მიაჩნია ხო ევროპის რაღაც განცხადებებში. არა და მე მაგათი სააგაშვილს არასოდეს არ ჩაუტარებია. ბატონო მე ძალიან დამთავრებით ისი არ გამოვიდეს რომ მე არა მე გიყვას მე ვაბა შეხედეთ მე ხა ვიტყვი ერთ საინტერესო რაღაც. რა უნდა მაგათ რუსთაველზე ან პლეხანოვზიან სადღაც არა კითხვას გისვამთ. უყურეთ ბატონ დავით ზუსტი ფორმირება რომ მოხდეს რომ ვინმეს უფლებებს კი არ შეურაცხყოფთ ჩვენ საუბრობთ ევროპიდან არის ეს მოთხოვნები გისვამთ და თქვენ ამბობთ რომ არ არის. არა მარტო ბულინგი არა გამოხატვის თავისუფლებას ითხოვენ და მათ შორის არის აქციის ჩატარებაც გამოხატვის თავისუფლების ნაწილია. მე შევეცდები რომ სწორედ კითხვა არის კონკრეტული გამოხატვის თავისუფლება არის თუ არა აქციის ჩატარება. და სააგაშვილის ჩატარებულა? არ ჩატარებულა, არც ახლა უნდა ჩატარდეს. არასოდეს არ ჩატარდება და რატო ითხოვენ იმას რომელიც არ ჩატარდება? ასაკვე კიდევ ერთხელ ვამბობ, ამის მიზეზი არის ზუსტად ის, რომ პოლიტიკური ქუდი არ აგვაქვს, ბატონო მერა. მაგაში სუსტებად თვლიან საქართველოს. თავი ხო გვაბია? მაგის თქმა არსებობს. ამიტომ მე სწორედ ის ხისტი განცხადებები და სწორიცა. კი ბატონო, არსებობს თემები, რომლებიც უკან დახევა შეიძლება. კი ბატონო, როგორ არის? წერალო თქვითო. ეს არის ზუსტად ის თემა, რომ უკან არ უნდა დავიხილოთ დაკავშირებით. არ არის მისაღებიო განცხადებები მკაცრიო, ხო? ზუსტად ეგ იწევს, რომ ქუდი არ აგვაქვს და უნდა თავზე წამოგვატყან, მაგრამ თავი რო გვაქვს, ამას პასუხო. აი ხა ერთ კარგი, მოდი თქვენი აზრი თქვით ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით უფლების უკრაინას ვალებთ თავს და კი ბატონო, ამასთან დაკავშირებით ვიტყვით ძალიან არა ამ რო დავამთავრო რა, მაგიტომ ვამბობ, თორე კი არ გეკამათები ეკა. საუბარი რაზეა, იცით, მე მინდა ესე ვთქვა რა, რომ ეს თემა გამოხატვის თავისუფლება რაც ახლა ეკამ თქვა. გასაგებია მესმის და სწორია როგორ არის ითხოვენ რაღაცებს, მაგრამ ხა მოთხოვნა არც არ წერია რომ კაცმა კაცს ცოდათ მოიყონოს. პროპაგანდა როგორც პროპაგანდა დამუკველია. საშინელებაა და დამუკველია. აი ვიცი თქმა მინდა შეხედეთ არსებობს რა უნდა რაღაც. ისი ადამიანის გადასაწყვეტია ის რა საძინებელში არავის არ ჩვენ არ ვახდენთ ამის ვიზირებას. ეს არ არის გამართლება. არ ვამართლებ. დავამთავრე აგიხსნით, ეხლა 20 წუთში აგიხსნით. აი როცა ის კომუნისტების დროს იყო ეს და ჩვენ ის თაობავთ რა. ჩვენ არ ვართ, არა, ერთი წუთით რა ეს უნდა გავაკეთო როგორც განცხადება, რომ ჩვენ ვიზირებას არ ვახდენთ ადამიანი რა სექსუალურ ცხოვრებას აი იდეოლოგიაზე გეტყვით. საუბრობთ უბრალოდ ევროპიდან თუ იყო მსგავსი მოთხოვნა და როგორი იყო და ამ შემთხვევაში ჩვენი სტუმრების პოზიციონირება. არ გავალდებულებს, ჩვენ ეს გავაკეთოთო, კი არ გავალდებულებს. ეგ არის იდეოლოგია და იდეოლოგიას რაძალად გეტყვით ეხლა. აი გაიხსენეთ ქუჩის ცხოვრება როცა იყო მძაფრი საქართველოში 12-14 წლის ასაკის ბიჭები უკვე გადამავალ ასაკს ეხება ეს იწყებდნენ ხო ქუჩაში რომ ნახავდნენ ბაძავდნენ უფრო დიდებს რომლებსაც გავლილი ჰქონდათ უკვე ქუჩაზე წარბების მაღლა აწევა ხელების ჟესტიკულაცია ჩაჯდომა მიმიკები ეს მე ისე უჯდებოდა სიცხში რომ მთელი ცხოვრება ვერ იშორებს ამას იგივე ეს იდეოლოგია გენაცვალე გადაცემა სრულდება არ გინდათ რომ მოგცეთ რა შეჭდება ჩვენ ეს იდეოლოგია ასეთი იდეოლოგია კი ბატონო უცებ ვიტყვი ბატონო მე რა საკამათო ამაში არაფერი არ არის იდეოლოგია ასე ვთქვათ საშინელება და ეგ იდეოლოგია მით უმეტეს ახლა ისი არ გამოვიდეს თითქოს მე მაგათ ვიცავ ღმერთმა დაიმფარო ცხოვრებაში არ დამიცვი არასდროს არ დავიცავ რა უნდა მაგათ რუსთაველზე ან იმაში პლეხანოვზიან სადმე სხვაგან ხო და ამას არ უპასუხო ხისტა ასეთი იდეოლოგია სადმე ტყეში წავლენ და იქ რამეს მოწყობენ კი ბატონო რაც უნდა ეს არასოდეს არ იყო და საქართველოში არავინ არ ხო კი არავინ არ იცოდა მე მახსოვს დედების ბაღთან ის იყო ჩემ ბავშვობაში იყო ხალხი მაგრამ ზედაც არ უყურებდი არ არსებობდა ჩვენთვის ანუ რისი თქმა მინდა ამის პედალირებით ჩვენ კიდევ უფრო ძაბავთ ურთიერთობას ევროკავშირთან არაფრის გამო იმიტომ რომ საქართველოს ეს პრობლემა რატო გვიცნობენ ჩართულიყავით დისკუსიაში ბატონო კი ბატონო ამიტომ არის ხოლმე რომ ჩაერთეთ ვამბო ბოლოსკენ უკვე სათქმელი ბევრი რჩებათ ბატონ კოტე თქვენი მისამართითა თქვენი სტუმართაგან მათ შორის ბატონ კოტეს რომელია მომხრე ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ რომელიმე კავშირში გაწევრიანებაზე მე თავიდანვე თქვი როგორც უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენი ერთადერთი შანსი რომ გავამძლიანოთ საქართველოს გვაქვს ვიყოთ ევროკავშირის დიდი თანამედროვე რომელიც სულ სხვა იქნება ეს უკვე ჩანს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში თავად ჩვენი აფხაზი მეგობრები თავად ჩვენი სამართლებრივი მეგობრები მოინდომებენ რომ დღეს თქვენ დამეთანხმებით ბატონო მე ძალიან ბევრი ასეულობით აფხაზი ჩამოდით და ქართულ პასპორტს იღებთ
რომ იმოგზაურონ ევროპაში. და როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდება საქართველოს, ძალიან ბევრს გაუჩნდება мотивация, რომ სტაბილურ განვითარებულ მაღალ ტექნოლოგიურ საქართველოში ისხოს და იყოს მეგობარი. ამიტომ ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ძალიან სახელმწიფო. ძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა აფხაზეთში და ცხილმაში და მაინც არაფრით არ უნდათ ჩვენსკენ წამოსვლა, იმიტომ რომ იდეოლოგია და რუსული ზეწოლა არის მაგალითად. ორი ინფორმაცია თქვენს მოსაზრებასო პასუხი გავცე, მე გეტყვით ერთ რაღაცას. არასოდეს აფხაზ ძმებს და სამაჩაბლოს ოსებს ჩვენ ვერ დავიბრუნებთ ასეთი ევროკავშირის, ასეთი იდეოლოგიის ხარჯზე. ვერასოდეს ვერ დავიბრუნებთ. ისინი ტრადიციული ხალხია და როგორც კი ნახავენ, რომ ჩვენ აქ ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით, თუ არ დავუშვით. ეს სახელმწიფო ახლა ეს ხელისუფლება მიდის სწორი გზით, რომ ევროკავშირთან ეძებს გზებს. ქალბატონი მაგა ბოჭორიშვილი ახლაც იქ იმყოფება და მუდმივად ვისთან მუშაობს? მონღოლებთან ხო არ მუშაობს? ევროპელებთან მუშაობს. ერთი თუთიც არ გვაქვს, მოკლედ. კი ბატონო, საქართველოს გაერთიანების, საქართველოს ერთიანობის, სიძლიერის, სახელმწიფო სუვერენიტეტის ერთადერთი გზა ეს არის მრავალვექტორული დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა. ჩვენ გვჭირდება ევროპა, ამერიკა, ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთი და მათ შორის რუსეთიც. ტერიტორიული მთლიანობა ვერ აღდგება, ეს არის პოლიტიკური გულუბრყვილობა, რომ ჩვენ დაველოდოთ რუსეთი როდის დაგვიბრუნებს, არ დაგვიბრუნებს. ამას ჭირდება დიალოგი. ამას ჭირდება საუბარი, ამას ჭირდება პოლიტიკური ძალიან დიდი მადლობა. არ მინდა ხოლმე რომ ხმას გადავაჭარბო, მაგრამ დრო აღარ მაქვს, თორემ სასიამოვნოა, რაც მეტი კულტურული და განათლებული ადამიანი იქნება და განსხვავებულ პოლიტიკურ მოსაზრებებს შეაჯერებს, მით უკეთესი. მაშასე ინტერაქტივი ვნახოთ, მეგობრებო, ჩვენი მაყურებლის არის თუ არა ევროსტრუქტურების პოლიტიკა საქართველოსადმი უსამართლო. 1088 ხმა არის შემოსული, 87% მიჩნევს რომ კი არის უსამართლო. ერთს უჭირს პასუხის გაცემა და 12% როგორც რეჟისორმა მაცნობა ამბობს რომ არა, საქართველოსადმი უსამართლო არ არის ევროსტრუქტურების პოლიტიკა. ასეთი იყო ჩვენი მაყურებლების და მსმენელების ვერდიქტი. მე ასევე მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ მაყურებელს, რომელიც YouTube არხზე არის ჩვენთან ერთად და მუდმივად გვიგზავნის კითხვებს და ჩართულია. ჩემს შემდეგ თქვენ შეგეძლებათ დოკუმენტური ფილმის ნახვა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ნინო კაკულია, ესეთი ძალიან საინტერესო სამეცნიერო ფილმებია ჯორჯიან ტაიმსის ეთერში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში გადაცემის სტუმრებს, ბატონებს, რადიოშიც გვისმენენ, ამიტომ ხმებით ვერ მიხვდებიან ხო? დავით წერეთელი, კოტე კემულარია, თამარ ჩიბურდანიძე და მერაბ შათირიშვილი საინტერესო დისკუსიისათვის. ეს იყო დროული კითხვები, დებატები, მე დებატების ფორმატით შემდეგ შაბათს ისევ 2 საათზე დაგიბრუნდებით საქართველოს სიყვარულით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. დროული კითხვები ეკა სეხნიაშვილთან ერთად.